მოგესალმებით ჩვენი კურსის მერვე ლექციაზე. ამჯერად აღარ ვართ ფრონტლაინში, გადმოვინაცვლეთ ხელოვნების და ინოვაციების ჰაბში. ისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ჰაბს და ვაგრძელებთ პირველ რესპუბლიკაზე საუბარს, რაც წინაჯერზე დავიწყეთ და უბრალოდ მოკლედ გავიხსენოთ მთავარი ხაზები რაც იყო ხო წინა ჩვენი შეხვედრის. ესე იგი თქვით რომ პირველ რესპუბლიკას მის პოლიტიკურ დებატებს, იმ პოლიტიკურ ენას რომლის მობილიზებას აკეთებენ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები, მეტწილად მემარცხენეები და ეს მცირერიცხოვანი მემარჯვენე ჯგუფი, რომელიც ეროვნულ დემოკრატთა სახით იყო წარმოდგენილი, მათ შორის, მათ ხედვებს, მათ ასე ვთქვათ, სამეთყველო აპარატებს შორის არის მუდმივი დაძაბულობა, ხო? ერთის მხრივ ვთქვათ, მემარჯვენეები ამბობენ, რომ 26 მაისს რაც დაიწყო, ეს არის რაღაცა მრავალ საუკუნოვანი ქართული სახელმწიფოებრიობის ეროვნული სუვერენულობის გაგრძელება, რომელიც ხელოვნურად შეწყდა 1801 წელს და ეხლა უბრალოდ აი ამ თვლემარე სუვერენულობამ ხელახლა გაიღვიძა და მათთვის თავარი არის როგორც სახელმწიფო აღდგა როგორც ასეთი და მეორეს მხრივ სოციალ-დემოკრატები, ისევე როგორც ეს სხვა უფრო პატარა კიდევ უფრო მემარცხენე ოპოზიციური პარტიები პირიქით ხაზს უსვამენ იმას, თუ რამხელა წყვეტა მოიტანა 1907 წლის რევოლუციამ და როგორი არნახული სიახლე იყო ის, რომ რესპუბლიკის სახით უკვე არამონარქიული ფორმით რომ შედგა ეს ქართული სახელმწიფო და მუდმივი ხაზგასმა იმაზე, რომ არანაირი აზრიც არ აქვს ფაქტობრივად იმას, რომ თქვათ ეს რესპუბლიკა მოიაზრო როგორც რაღაცა ტიპის მასში ჯაჭვში იმ წინა მთელი საუკუნეების გინდა გაერთიანებულ ქართულ სამეფოსთან და გინდა თქვათ მე იმ ცალკეულ სამთავროებთან თუ სამეფოებთან, რომლებიც მე-19 საუკუნეში თანდათან შეიერთა რუსეთის იმპერიამ. და ეს პირველი რესპუბლიკა ისახება როგორც რაღაცა მართლა ნულოვანი წერტილი, რაღაცა არარადან ამოზრდილი, მთლიანად რევოლუციური მშრომელი მასების რევოლუციური ბრძოლიდან ამოზრდილი რევოლუციური მონაპოვარი. და ანუ აი ეროვნული სუვერენულობის აი ბუნებრივი უწყვეტობის ხაზს დავარქვით, რომ ეს იყო ეს შინდისფერი, იმიტომ რომ ხო ეს ეროვნული დროშა ებმოდა მაგას და წითელი დროშა, ასე ვთქვათ, მივაკუთვნეთ აი იმ რევოლუციური ბრძოლის ხაზს, ხო? და რაღაცა მომენტში ვთქვით, რომ ორდროშიანობაც კი იყო რესპუბლიკაში, ორივე დროშა ეკიდა იმ დამფუძნებელი კრების სასახლის წინ და მე ვთქვათ ის შინდისფერში წითელი რო ჩამოხსნეს მე, იმიტომ რომ უკვე ძალიან იგივდებოდა თქვათ ბოლშევიკების საბრძოლო დროშასთან, უკვე დარჩა მარტო შინდისფერი, მაგრამ მაგ შინდისფერისა ეგ მოწითალოც ფაქტობრივად გაიგივდა მუშების მიერ მთელი ამ რევოლუციური აწლევლების მანძილზე დაღვრილ სისხლთან, რომელმაც საბოლოოდ ესე იგი მოიტანა აი ეს რესპუბლიკა. ხო და აი დღეს ახლა გვინდა უკვე რომ უფრო დაწვრილებით ჩავეძიოთ აი ამ რევოლუციურ ხაზს, ხო, იმ რევოლუციურ ლოგიკას, ანუ როგორ განიცდებოდა, ან როგორ წესრიგდებოდა, ხო, როგორ წარმოიდგენდნენ აი იმ დროს, რომელშიც და იმ ისტორიულ ჰორიზონტს, ხო, რომელშიც თქვათ სოციალ-დემოკრატებისთვის განსაკუთრებით
ეს პირველი რესპუბლიკა უნდა შემდგარიყო როგორც რევოლუციური პროექტი და არა როგორც უბრალოდ რაღაცა ეროვნული სახელმწიფო. და რაღაცნაირად ეს თელი ის რასაც ჟარგონი უწოდეთ წინაზეც, ხო? ეს რევოლუციური ჟარგონად მოიხსენიებდა ბევრი მემარჯვენე მენშევიკების ამ რაღაცა რევოლუციონერობანას, ხო? და რაღაც როლურ თამაშადაც მოიხსენიებდნენ. ვეცდებით რომ მაქსიმალურად დაუმარცხლოთ, გავიგოთ აი ეს ანაბანა იმისა, რაც ძალიან ხშირად უბრალოდ აი ესე ერთიანად არის ხოლმე სახელდებული როგორც ან ჟარგონი, ან უბრალოდ იდეოლოგია და მე აღარ უყურებენ ხოლმე რეალურად რა ლოგიკას, რა დინამიკას მიყვება თქვათ წლიდან წლამდე სიტუაციიდან სიტუაციამდე თქვათ იგივე ნოე ჟორდანიასთან მთელი განაზრებები რევოლუციაზე და რესპუბლიკაზე. და ხო და აქ აღმოვაჩენთ რომ ესე იგი მარტო აი ამ ეროვნულ და რევოლუციურ თუ ეროვნულ და აი ამ რაღაცა სოციალისტურს შორის დაძაბულობა კი არ გასდევს მარტო ამ პირველ რესპუბლიკას, არამედ თვითონ აი ამ რევოლუციურ დისკურსის შიგნითაც არის მუდმივი რაღაცა დაძაბულობები, რაც მასაც თავისთავად განსაკუთრებულ დინამიკას სცენს. და ნუ ანუ ისევ და ისევ თავარი ესე იგი რასაც ჩვენ ვეყრდნობით აქ და რაც პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ რომ აქამდე ესე აი ამ პერიოდის კვლევაში ფაქტობრივად არც გამოყენებულა როგორც მეთოდი არის ის რომ ჩვენ ჩავეძიებით პოლიტიკურ ენას, ხო? და ეს ენა და ეს კოდების ერთობლიობა, რომლებსაც იყენებდნენ ეს პოლიტიკოსები გინ საჯარო მეტყველებაში თუ რა ვიცი თქვათ შევეხებით იმას, რას კითხულობდნენ, თქვათ ჟორდანია რა წიგნებს ამუშავებს და რას მოინიშნავს მნიშვნელოვნად. ანუ ეს ენა რაღაცა ისეც გვანახებს, რაც ძალიან ხშირად ასეთი ჩვეულებრივი ისტორიოგრაფიული მიდგომებიდან გამორჩენილი არის ხოლმე, ხო? რომ თქვა წინაზეც ვახსენეთ, რომ უმეტესწილად თქვა დღევანდელ ისტორიულ შრომებშიც ვთქვათ, რაღაცა ესეთი ნეიტრალურ დებულებად არის მოცემული, რომ 26 მაისს, ვთქვათ, საქართველოში რევოლუცია მორჩა, ის რაც დაიწყო 1917 წლის თებერვალში და მერე ვთქვათ, ბოლშევიკური ოქტომბრის რევოლუციის მერე უკვე მიგვიყვანა კავკასიის საბოლოო გამოყოფამდე და პირველ რესპუბლიკის დაფუძნებამდე. და ანუ 26 მაისის რევოლუცია რჩება. ეს ასე მოცემულია როგორც რაღაც ნეიტრალური ესეთი თავისთავად ცხადდებულება, მაშინ როცა ჩვენ ნახეთ წინაზე რომ რა ისაც ანუ ამას მემარჯვენეებიც ამბობდნენ, ხო? მაგრამ ამას ამბობდნენ პოლემიკურად, აი მენშევიკების წინააღმდეგ, რომლებიც ამბობდნენ, რომ არაფერი 26 მაისს კი არ დამთავრდა რევოლუცია, არამედ რევოლუცია გაგრძელდა უკვე ქართულად, ხო? თავის სრულიად ესეთ ქართულ ნიადაგზე, სწორედ იმიტომ, რომ არ სურდათ ამ ქართულ სოციალ-დემოკრატებს ბოლშევიკების მიერ განხორციელებული აი მათი აზრით გადატრიალების ფერხულში ჩაბმა, ხო? და ამიტომ ესე იგი 26 მაისს რო ესე იგი რევოლუცია რჩება, ეს არის არა რაღაცა ესეთი ნეიტრალური მოცემულობა, არამედ უბრალოდ რაღაც პოლემიკური განაცხადი მაშინ როცა 1918 წელს ან 19 წელს როცა ამას თქვა მემარჯვენეები ამბობენ, ხო? და ანუ ეს პოლემიკურობა, ეს დაძაბულობა ამ ხრივაც მოკლედ იკარგება ხოლმე დღევანდელ მიდგომებში და აი მაგ დინამიზმს აგვადგენინებს ეს ენაზე მაშინდელ სამეთყველო აპარატზე კონცენტრაცია. იმიტომ სხვანაირად მაგალითად სრულიად გაუგებარი რჩება თუ უბრალოდ ეროვნული სახელმწიფოა და უბრალოდ ჩვეულებრივი მთავრობა და ჩვეულებრივი ხელისუფლება და რაღაცა ესეთი ლიბერალური დემოკრატიაო ამას წინაწევთ ახლა 26 მაისის
წინასაზე იმ რომელიღაც ეკლიპსში იყო, რომ ჩვეულებრივი ესეთი კარგი ნორმალური ლიბერალური დემოკრატია დააფუძნეს ქართულმა სოციალ-დემოკრატებმაო და ნუ ძალიან შორს არის მაშინდელი რეალობისგან ეგ, იმიტომ რომ გაუგებარჩია მაშინ რატო არის რომ მუდმივად რევოლუციონურ მთავრობას ეძახიან თავის თავს ბოლომდე. და თქვათ რევოლუციური დემოკრატიის მთავრობად მოიხსენიებენ თავიანთ თავს და იმაზე მივხვდნენ რომ რაც ეხლა ხდება ეს არის რევოლუციური ხანა, ეს არის რევოლუციური წესრიგი და საჭიროა, ამიტომ რევოლუციის კანონით ხელმძღვანელობა. და აი ეს რა იგულისხმება აი ამ რევოლუციის ხანაში და რევოლუციის კანონში, ხო? აი ეგ გვაინტერესებს სწორედ ჩვენ. და მაგ ხრივ შეგვიძლია დავიწყოთ ერთი მორიგი ძალიან საინტერესო გაშაირებით დამფუძნებელ კრებაში, ორ ესე იგი მოკიშპე ბანაკს შორის, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რა იყო თავარი უხერხულობა, როგორც მემარჯვენეებისთვის, ისე აი მემარცხენეებისთვის, აი ამ რევოლუციის როგორც საწყის წერტილად აღებაში. იმიტომ რომ ნოე ჟორდანია გამოდის სიტყვით, კარგა, ანუ ეს არის სადღაც 20 წელი არის უკვე როგორც მახსოვს. და აი ესე ასე ვთქვათ სიამაყით ამბობს რომ ესე იგი ჩვენ დავჭით ისეაც ერთადერთი რევოლუციური ძალა მთელ აი ამ ყოფილ რუსულ იმპერიულ სივრცეში, იმიტომ რომ ბოლშევიკები უკვე ჩაეფლნენ მთლიან სამოქალაქო ომში და უღალატეს რევოლუციას, იმას როგორ უნდა განვითარებულიყო რევოლუცია. და მოკლედ ჩვენ ვართ რევოლუციონური მთავრობა და თან გავატარეთ უამრავნაირი რეფორმებიო, ხო? თქვათ იქნება ეს აგრარული რეფორმა თუ სხვა და დამისახელეთ რომელი არის ეგეთი მთავრობა, რომ ეგეთი რევოლუციური მთავრობა, რომ ამდენი მოეხერხებინაო და სპირიდონ კედია ეროვნულ დემოკრატი ესე შეეპასუხება ჩართვა აქ იმიდან პუბლიკიდან, რომ კი მაგრამ რევოლუცია ხო პოსტით მივიღეთოთ, რა თქმა იმაზე არის ხაზგასმა, რომ განსხვავებით 1905 წლისგან, ხო? აქ რო ჯერ 1902 წელს რო იწყება ჯერ კიდე გურულების მობილიზაციით და ნელ-ნელა რო ხურდება სიტუაცია და 4 წელს უკვე რო ძალიან დაძაბული არის კავკასიაში, ხო? და განსაკუთრებით თქვა იგივე გურიაში და 5 წელს უკვე კავკასიაში და თქვა ბალტიისპირეთში ასევე განსაკუთრებული ძალადობრიობით რო არის დახასიათებული 1905 წლის რევოლუცია და ავანგარდში რო არის ფაქტობრივად პერიფერია პეტერბურგთან და მოსკოვთან შედარებით. 17 წელს მართლა ეგ მოხდა, ხო? რომ ანუ მართლა ტელეგრამით მიიღეს მთავრობაზე გარდაიცვალაო წერს ერთ-ერთი თავიანთი თანამებრძოლი, ხო, ჟორდანიას და ვიღაცებს, რომ ანუ ჯერ კიდე იმდენად გაუგებარი სიტუაციაა, რომ თუ არ დაშიფრეს მესიჯი, არც იცი მივა თუ არა უცენზუროდ, ხო? და კარგა ხანი ინფორმაცია არც მოდის და საკმაოდ კაი რაღაცა მე მგონი მინიმუმ ერთი კვირის დაგვიანებით აღწევს დანამდვილებული ინფორმაცია, რომ მართლაც ახალი კალენდრით 12 მარტს 17 წლის დაემხო, ხო? ცარისტული ხელისუფლება და შედგა დროებითი მთავრობა, ხო? და ამ ხრივ მართლაც ანუ კავკასიაში და თბილისში არაფერი ხელი არ გაუნძრევია, უბრალოდ მეერე იწყება ის, რომ თქვათ შედგება ეს მუშების და ჯარისკაცების და გლეხების საბჭოები, რომელთა უმეტესობას მენშევიკები კოორდინირებენ. და რეალური ძალაუფლება მათ ხელში გადადის, ხო? მიუხედავად იმისა, რომ თქვათ ის დროებითი მთავრობა, რომელიც ინიშნება ცენტრში, პეტროგრადში, აქ აგზავნის თავის წარმომადგენლობას, მაგრამ ნუ ძალიან ისე ფორმალურ ხელისუფლებად რჩება ეგ და ანუ სპირიდონ კედია უსვამს ხას აი ესე ირონიულად ამას, იმიტომ რომ რას იმაშვები, რატო გინდა რომ გამოიდო თავი
რა რევოლუციაზე ლაპარაკობ, როცა ვერ დაიყო მაგ რევოლუციას იმდენად საერთოდ მართლა პოსტით მიიღე რაღაცა ძალიან ფარატინა ციფრიფანა რამე არის ამ შემთხვევაში, ხო ეს რევოლუცია და ჟორდანია როგორც პასუხობს, მართლა ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მოსწრებული ალბათ ფრაზა არის მთელ ამ პირველი რესპუბლიკის პერიოდის ამ პოლიტიკურ დებატებში, ხო, რომ პოსტით მიღებულსაც ბატონოს პირიდან მოვლა უნდა, ხო, რაც კარგად წარმოაჩენს იმას, რომ სულ არ ჭირდება ჟორდანიას ის, რომ ეს რაღაცა ეს რევოლუცია იყოს ისეთივე აი რაც ფესვგადგმული, უწყვეტი რამ, როგორიც აი ის 20 საუკუნოვანი ქართული სახელმწიფოებრიობა, რაზეც წინა ჯერზე თქვათ SDP-ელი გიორგი გვაზავა საუბრობდა, ხო, რომელიც უნდა მართლა რაღაცა როგორც ბუნებრივი მოცემულობა, უნდა ესე მკვრივად იყოს და რომელდანაც უნდა ამოიზარდოს, ხო, რაღაცა ძალიან ისე ორგანულად. ანუ ეს რევოლუცია უკვე იმთავითვე მოცემულია როგორც რაღაცა, რაც ძალიან დიდი ძალისხმევით უნდა წარმოშვა, უნდა რაღაცა კონსტრუირება უნდა გაუკეთო, როგორც პოლიტიკურ პროექტს, ხო? და თან რაც თავარია, ანუ ჟორდანიასთვის არაფერს არ ნიშნავს ის, რომ ახლა მაინც და მაინც 17 წლის თებერვალში ვერ მხოლოდ პოსტით მიიღეს ეს რევოლუცია, იმიტომ რომ მისთვის კი, წინაზეც ვნახეთ, რომ ეს თებერვლის დიდი რევოლუცია არის, ხო, ის რასაც თქვა დაამთხოვენ კიდევაც მე 2 წელიწადში ქართული დამფუძნებელი კრების გახსნას და სულ აი ამ თებერვლის რევოლუციის დემოკრატიულ იდეალებს მისტერიან და მის გადმოღებას ცდილობენ პირველ რესპუბლიკაში, ხო, და მაგიტო გმობენ, თქვა ბოლშევიკების მიერ ძალაუფლების ერთპიროვნულად ხელში აღებას ოქტომბერში. მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს რევოლუცია ჟორდანიას არ ამოიწურება მარტო აი ამ რუსული რევოლუციით, ხო? ეს არის ისეთი რაღაცა, რაც ბევრად უფრო დიდი რკალი არის, რომელიც პირველ რიგში ეფუძნება საფრანგეთის რევოლუციას დაწყებულს აი პირველი რევოლუციიდან 1789 წელს თავისი მერე უკვე ხო ჯერ კონსტიტუციური მონარქიით, მერე რესპუბლიკად რო გადაკეთდა, მეფეს თავი რომ მოკვეთეს, იქ მერე იაკობინელთა ცნობილი ტერორით, მერე რომ ნაპოლეონი მოაჯდება ასე ვთქვათ პროცესს, ხო და იმპერია ცხადდება, მერე რესტავრაცია ბურბონთა მონარქიის, მერე 30 წელს ხდება მორიგი რევოლუცია და ივლისის მონარქია მყარდება, მერე 48 წელს არის კიდე რევოლუცია, მეორე რესპუბლიკა, რომელიც მალევე ჩაფლავდება და მერე არის პარიზის კომუნა 1871 წელს, როცა პარიზში პროლეტარიატი, ასე ვთქვათ, იხელთებს დროს, მას მერე რაც გერმანელები დაამარცხებენ საფრანგეთის მეორე იმპერიას და დაამყარებენ პარიზის კომუნას, ოღონდ ისე რომ ძალიან მალე მარცხდება, იმიტომ რომ მთელი დანარჩენი საფრანგეთი მის წინააღმდეგ ამხედრდება. ანუ ეს იყო ის, რასაც დაერქვა ფრანგული რევოლუციური ტრადიცია, ხო? აი ეს რაღაცნაირი ძეწყვი, ხო? ეს ჯაჭვი აი ამ რევოლუციების კასკადის. დიდად ამერიკული რევოლუცია და ეს თქვა ბრიტანეთში რო იყო ბრწყინვალე რევოლუცია, რამაც პრინციპში მოიტანა ის კონსტიტუციური მონარქიის აი ეს ხო ის მოცემულობა, რაც დღემდე ძალაშია, ეგენი დიდად ამ რევოლუციურ წარმოსახვას ესე არ აღანთებდა. ანუ ეს ენა რევოლუციის, ხო, მთელი თავისი კოორდინატებით იყო მთლიანად ორიენტირებული აი ამ საფრანგეთის სცენარზე. და ძალიან დიდი ხნის წყვეტის მერე, ესე იგი 71 წლის მერე, ფაქტობრივად არაფერი აღარ ხდება, რაღაც მომენტში იმასაც კი ფიქრობენ უკვე მე-19 საუკუნის ბოლოს, ვთქვათ, დასავლელი მარქსისტები და სხვა სოციალისტები, რომ უბრალოდ რევოლუციების ხანა დამთავრდა აწი და რუსეთში იფეთქებს ეს რევოლუცია, რუსეთში გაიხსნება ის ახალი ციკლი, რომელიც დაუდებს უკვე
სათავეს მთელი მე-20 საუკუნის გამჭოლ მთელ რევოლუციურ ციკლს, ხო, რომელიც ოღონდ ასევე მუდმივად ესესხება და ციტირებს ხოლმე ამ საფრანგეთის რევოლუციის სხვადასხვა ეტაპებს და იქიდან პოვებს შთაგონებას და იდეებს და თქვათ როლებსაც იქიდან მოირგებდნენ ხოლმე. და საფრანგეთის რევოლუცია არის ეს ფრანგული რევოლუციური კულტურა, ის რაც მართლა რაღაცა კონკრეტულ რევოლუციურ პოლიტიკურ კულტურას უდებს საფუძველს, ხო, მთელი თავისი, რა ვიცი, მართლა ვიზუალური მასალა იქნება, ჟესტები იქნება, მთელი რაღაც ცალკე სცენები იქნება, თუ მთელი სცენარები, რასაც როგორც წარმოიდგენენ, რომ აი რევოლუცია უნდა ხდებოდეს, ხო? მთელი მოლოდინები და ასე შემდეგ. ანუ რაღაც ესეთ ერთიანი შეკავშირებული რაღაცა მთლიანობარი განიცდება როგორც ერთიანი შეკავშირებული მთლიანობა. ანუ რევოლუციაზე რო ლაპარაკობს, ამიტომ თქვა ჯორდანია და რევოლუციური მთავრობა ვარო, ხო, რაც ისედაც იაკობინელების დროინდელი აი რესპუბლიკაში რაც იყო იმის ციტირება არის რევოლუციური მთავრობა ეს ტერმინი თვითონ ხო ანუ სულ არ ჭირდება ის რომ იყოს პოსტით მიღებული თქვა თებერვლის რევოლუცია ამ შემთხვევაში თქვა თავის ჭკუით სპირიდონ კედიას რო გონია რომ ჩაიჭირა ასე თქვა ჯორდანია რაღაცა უნიადაგო იმაში ხო არგუმენტში ხო და აი ეს ფრანგული რევოლუციური ტრადიცია ამავდროულად გულისხმობდა იმას, რომ აი ეს ერთობლიობა და ეს ჯაჭვი, თუ ეს რაღაცა რეზერვუარი, ასე ვთქვათ, ხო, ცალკეული ეტაპების უბრალოდ ისიც არ იყო, უბრალოდ რაღაცა წყება კი არ იყო, ხო, თანმიმდევრული. არამედ აი ეს რადგან ეს რაღაც ერთი დიდი მთლიანობა იყო, ერთი დიდი მართლა რეზერვუარი იყო, ამიტომ შენ მერე შეგეძლო უკვე შენი სიტუაციის და მიხედვით ამოგეკენკა და გეციტირებინა და გესესხებინა ის, რომელიც აი ამ ცალკეული ელემენტებიდან ყველაზე მეტად გამოგადგებოდა შენს სიტუაციაში, ხო? და ანუ ეს თან მით უფრო ასე ვთქვათ შთამაგონებელი იყო ეს ისტორიული წარმოსახვა, რომ აქ უკვე რაღაცა აბსტრაქტულ თეორიებზე კი არ იყო სწორება, ხო, არამედ ძალიან კონკრეტული თხრობა იყო, ძალიან კონკრეტული მართლაც ისინი იყო, სცენები იყო და კონკრეტული დრამატურგია იყო, ან ამბები იყო, რომელთა გავლითაც შეგეძლო შენ გეფიქრა იმაზე, რომ აი თქვათ, როდის რა ტიპის პოლიტიკური ფორმა გჭირდება, ხო, როდის როგორ უნდა მოიქცე, ხო, თქვათ რა საიდან რა საფრთხე შეიძლება მოხდეს როცა თქვა შენ ხარ ახლა ესე რაღაცა ღია რევოლუციურ პროცესში და აი ამ დიდი რეზერვუარიდან შენ რაც უფრო კარგად შეიმეცნებდი იმ კანონზომიერებებს, რომლებიც იგულისხმებოდა, რომ იდო აი ამ თლიან, აი ამ რევოლუციაში, როგორც ერთიან მსოფლიო ისტორიულ ღია ჯერ კიდევ დაუსრულებელ პროცესში. მით უკეთეს რევოლუციონერად ითვლებოდი, ხო? იმიტომ რომ შენ უბრალოდ ბრმად აქ და ახლა კი არ მოქმედებდი ესე რაღაც ხელს კი არ აცეცებდი იმაში ვარაუდით, არამედ შენ ეყრდნობოდი მთელ აი იმ წარსულ გამოცდილებას, სადაც ისტორია გასწავლიდა, ასე ვთქვათ. ხო, და ანუ რეალურად ანუ ისევ და აი თავის დროზე ჯორდანიაზე ხო ვთქვით, რომ პრინციპში ის როგორც უყურებს ევროპას, გულისხმობს, რომ იდეაში იქ რაც უკვე მოხდა,
თქვა ხო აი თქვა გერმანიაში საფრანგეთში ინგლისში როგორც დაალაგდა სიტუაცია ხო ერთგან კონსტიტუციური მონარქია და სრული ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა მეორეგან თქვა უკვე რესპუბლიკა საფრანგეთში ხო ოღონდ კაპიტალისტური წყობა გერმანიაში იმპერია და თქვა ზემოდან ფორსირებული მოდერნიზაცია და რომ რაღაცნაირად მე-19 საუკუნის ბოლოს ჯერ კიდევ რუსეთიდან საქართველოს როგორც შემადგენელი ნაწილი არიან გზაღასაყარზე ხო ანუ თუ რუსეთს რაც ელის როგორც ჩამორჩენილ ქვეყანას რომელიც უნდა ევროპას რომელიც უნდა ევროპას დაეწიოს ხო იქნება ის რომ აუცილებლად რომელიმე ამ ქვეყნის გზას უნდა დადგომოდა ხო და ნუ 1905 წლიდან მაინც უკვე ხდება ის რომ ნუ უტყუარად ასე ვთქვათ მათთვის საფრანგეთის სცენარით მიდის რუსეთის იმპერიის ამბავი, ხო? უბრალოდ მთელი საქმე არის ის, რომ ან ფაქტობრივად წარმოუდგენელიც კი არა, რამე ისეთი სიახლე მოხდეს, რომ შენ ვერც მოახერხო ამისი პროგნოზირება, იმდენად განცდა არის, რომ აი ის რეზერვუარი წარსული რევოლუციური გამოცდილების ყველანაირი ტიპის განვითარებას და ვარიანტს გააძლევს, ხო? რომ შენ სათანადო დროს მოახერხო, რომ შეიცნო, ხო? რომელი სცენარი არის ყველაზე სავარაუდო, რომ განვითარდება, ხო? ერთ-ერთი ამბავი არის, რომ სიჩქარე მართვა ასე ვთქვათ, ხო, რა უფრო სწრაფად მოხდება და როდის რა უფრო უპრიანი არის და რამდენად სწრაფად და რამდენად ნელა არის უპრიანი, რომ ვთქვათ რაღაცა ის მოხდეს, რაც ვთქვათ იგივე საფრანგეთში თავის დროზე იმ რომელიღაცა რევოლუციის დროს მოხდა, ხო? ხო, და ნუ ეს არის ფაქტობრივად, ხო, წინასწარ თქვით, რომ ანუ გაევროპიელებას რო გულისხმობ ჟორდანია, ხო, ანუ აი ამ რევოლუციურ რელსებზე დაერთება არის, ასე ვთქვათ, ის, რასაც გულისხმობენ გაევროპიელებაში მთელი თავისი აი იმ რაღაცა დამფუძნებელი კრების მოწვევით და რესპუბლიკის დაფუძნებით და ასე შემდეგ. და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ნუ ძალიან დიდი ესეთი გრძნობად დონეზეც, ხო, აფექტურ დონეზეც ძალიან ესეთი ცოცხალი გამოცდილება არის ეს რევოლუცია, როგორც ასეთი, ხო, იქ ყველგან მარსელიეზა ისმის, ხო, ეს წითელი დროშაც მოგხსენება ფრანგული რევოლუციის დროინდელი ამბავია, ხო, ვიღაცები, თქვათ, ვიღაცებს ხან მარატს ეძახიან, ხო, ეს დიდი რევოლუციის დროინდელი ფრანგი რადიკალი ჟურნალისტი რო იყო ვიღაცას რობესპიერს ეძახიან, ხო, პლეხანოვი იტყვის ლენინზე, რომ ასეთებისგან იძერწები, ანუ რობესპიერებიო, ხო? ანუ იმდენად ეს არის რაღაცნაირად უშუალო არის ეს სიახლოვე აი ამ ფრანგულ რევოლუციურ წარსულთან. ნახეთ, თქვათ, აი ეს პოპულარული რომანი ერკმან შატრიანის გლეხკაცის ისტორია, ხო, რომელსაც ქართველი გურული გლეხები კითხულობენ გლეხის პერსპექტივიდან მოთხრობილი საფრანგეთის რევოლუცია, ხო, ჯერ კიდე მე-19 საუკუნის ბოლოს. ისიც ნახეთ, რომ თქვათ, ჟორდანია იმ ილიაზე იმყბადაღებულ ფრაზას რო ამბობს, ხო, რომ ნაფოტები ცვივაო იქვე გვერდზე ლავუაზიეს გილოტინაზე აყვანაზე ლაპარაკი ხო რომ რევოლუციაზე როგორც ძალადობრივ პროცესზე რომელიც ფაქტობრივად გადის ჩარჩოებიდან და შეიწირავს ისეთებსაც ვინც წესდა არ უნდა შეეწირა ხო ანუ ეს ანუ რევოლუცია როგორც რაღაცა მართლა ის რეპერტუარი რომელსაც ხო ყოფით დონეზე ყველა მომენტში მოიშველიებდი ხო ყველანაირ სიტუაციაში მოკლედ მე-19 საუკუნის ბოლოდანვე სახეზე არის. მათ შორის საქართველოშიც, ხო, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ანუ მართლა მთელი ეს რუსული რევოლუციები უბრალოდ გადაჭყეპილი არის აი ამ ფრანგული რევოლუციების ციტირებით, ხო, ითარგმნება მთელი ეს ისტორიები, განსაკუთრებით ფრანგულენოვანი და მართლაც მუდმივი განცდა არის, რომ ანუ თუ კი, ვთქვათ, რევოლუცია მოხდება რუსეთში, ეს აუცილებლად რომელიღაცა ფრანგული რევოლუციის სცენარით განვითარდება. და ამაზე არის რომ თქვა ისეთი უფრო ხო ძალიან არა ანტირევოლუციონერი
ადამიანის როგორიც არის გენერალი კვინიტაძე ის დანანებით ამბობს, ხო, რომ გადააყოლესო, ესე იგი ამ ქართულმა სოციალ-დემოკრატებმაო ეს პირველი რესპუბლიკაო თავიანთ აი ამ რევოლუციონერობანას თამაშს, ხო, გატაცებით ბაძავდნენო 99 წლის ფრანგულ რევოლუციასო და ისიც მხოლოდ გარეგნულათო აი ეს რაღაც ჭაბუკური გულუბრყვილობა კონდათო. მაგრამ იქვე თვითონაც და თქვა წინაზე ნახსენები ზურაბ ავალიშვილიც, ხო? ეროვნულ დემოკრატი და ცნობილი დიპლომატი და ბევრი სხვა მუდმივად უსვამენ ხაზს იმას, რომ აი ეს რაღაცა როლების თამაში და რევოლუციონერობანა და ეს ჟარგონი, ასე ვთქვათ, ხო, რევოლუციური სინამდვილეში როგორი ძალუმი და ეფექტური აღმოჩნდა იმაში, რომ მართლა მობილიზაცია გაეკეთებინა ძალიან ფართო საზოგადოების პოლიტიკური ენერგიის, ხო? ამიტომ ფაქტობრივად აზრიც არ აქვს ხლა ამასაც ახო ჟარგონიან რაღაცა, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ეს იყო ძალიან ანუ უშუალოდ პრაქტიკულ დონეზე ქმედითი რაღაცა, ეს ახო დისკურსი, ხო? რომელიც კონკრეტულ რაღაცა ესეთ პოლიტიკურ პროექტად ჩამოყალიბდა, ხო? და მაგიტო არის, რომ ამ შემთხვევაში ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, ნაყოფიერი არის ის მიდგომა აი ამ რუსეთის რევოლუციებში და განსაკუთრებით 17 წლიდან აი ამ ფრანგული რევოლუციებით შეპყრობილობაზე გერონტიქიქოძის შეხედულება, თორსა ის 17 წლის მაისში ავითარებს აი ამ თებერვლის რევოლუციის შესახებ სტატიაში ფხიზელი რევოლუცია სახელწოდება არის ამ მისი სტატიის, სადაც სწორედ აი ამ მოცემულობაზე რეფლექტირებს, რომ ამ საფრანგეთში ყველაფერი პირველად ხდებოდა. ხო, კი, ისინი თქვათ ანტიკურ რომს ციტირებდნენ როგორც წესი და იმითი იმაში პოვებდნენ შთაგონებას, მაგრამ მაინც ანუ იმ ტიპის რევოლუციური პროცესი, რაც დაიძრა 1799 წელს საფრანგეთში იმდენად არნახული იყო, ხო, ის რომ უცებ თქვათ მეფის მიერ მოწვეული გენერალური შტატები უცებ ეროვნულ კრებად გადაიქცა, ხო, მერე ნუ თქვათ წავიდა უკვე თქვათ მონარქს თავი მოკვეთეს და რესპუბლიკა დაარსდა და ასე შემდეგ, ხო? ანუ ყველაფერი წინასწარ განუსაზღვრელი იყო და ძალიან ახალგაზრდული იყო და ახალგაზრდები იყვნენ, რომ მაშინდელი რევოლუციონერებიც, ხო, თქვათ იქ რაღაც რობესპიეროს 16 წლის იყო ყველაზე უფროსი, როცა გილოტინაზე ავიდა თვითონაც და თქვათ ყველაზე უმცროსი იყვნენ ეს სენ-ჟუსტი და სხვები, ხო? მაშინ როცა რუსული რევოლუცია უკვე ძალიან განსაზღვრული არისო და ძალიან ფხიზელი არისო იმ მხრივ, რომ აქ ხალხიც უფრო ვინც უდგას ამ ყველაფერს სათავეში, უფრო ასე ვთქვათ ასაკოვანი არისო და დამძიმებული არისო უკვე აი ამ ცოდნით, რომელიც აქვთო აი იმ ფრანგულ რევოლუციურ წარსულზე, ხო? ჩვენ დღეს უკვე ვიცითო რომ ჩვენ წამსვრო ხო რომ დროებითი მთავრობა დამფუძნებელ კრებას მოიწევს, დამფუძნებელი კრება მე დემოკრატიულ რესპუბლიკას დაამყარებს, ხო, აგრარული საკითხი გადაწყდება, მე მოსაოდნელია რომ კონტრრევოლუცია დაიწყება და ამ შემდეგ, ხო, ანუ ეს არის რასაც გვასწავლის გამოცდილება და ისტორიის გაკვეთილიო. და აქ ახსენებს სწორედ იმას, რომ აი ეს რუსეთის რევოლუციონერები, აი მარქსის და ხალხოსანი მიხაილოვსკის სქელტანიანი ტომები არიან აღჭურვილები და ეს ძალიან მძიმე ტვირთი არისო. და აქ შემოდის მთელი ეს დიალექტიკა, ხო, რომელიც ძალიან წააგავს იმას, რასაც თქვა თვითონ კარლ მარქსი ამბობს, როცა 1848 წლის საფრანგეთის რევოლუციაზე წერს ეს ცნობილი ფრაზა რო არის, ხო, რომ იწყება ეს მისი 18 ბრიუმერი ლუი ბონაპარტისა რო ისტორია ორჯერ მეორდება, ხო, ერთხელ როგორც ტრაგედია, მეორეჯერ როგორც ფარსი, იქაც რაღაცა მსგავს ამბობს, რომ აი ის დიდი რევოლუციის დროს ის რობესპიერები და სხვები, როცა ციტირებდნენ ანტიკურ რომაულ რესპუბლიკას
ისინი ნაღდები იყვნენ, იმიტომ რომ ეს მათ ეხმარებოდათ, რომ უშუალოდ მათ აწყოში გაეკვლიათ გზა, აი ამ ისტორიული რაღაცა მითი შთაგონებით. მაშინ როცა 1858 წელს უკვე ეს ფრანგები აი იაკობინელებს რო ესესხებიან, ხო, და რო ცდილობენ რომ აი დიდი რევოლუციის სცენარი გაითამაშონ, უკვე ეს რაღაცნაირი აღმოჩნდება, რომ რაღაცნაირი ბალასტი არის ეს მათი ეს ცოდნა. და ასე ვთქვათ, რაღაცა უკვე აჩრდილივით აწევს, უკვე ტვირთით აწევს აი მტართავბათა ტრადიციაო აწყოსო ამბობს მარქსი. მთელი ამბავი არის ის, რომ ძალიან რთულია გაარჩიო, როდის არის კარგი, ასე ვთქვათ, ისტორიის ციტირება და როდის არის ცუდი, ხო? ან რომელ შემთხვევაში არის, რომ ეს გაბრკოლებს, რომ შენ აწყოში, შენს წინაშე არსებულ გამომწვევებს გაუსწორო თვალი და როდის არის, რომ პირიქით გეხმარება იმაში, რომ ასე ვთქვათ, ენერგიით დაიმუხტო და შთაგონდე, ხო? და პირიქით აი ამ ძველის გავლით, აი ამ ძველ ენაზე ამეტყველებით, ასე ვთქვათ, გაიკვალო გზა რაღაცა ახლისკენ. ანუ ძალიან რთულია ამისი, მოკლედ ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტა. და ანუ პრინციპში მაგ გადაუწყვეტელობას იხელთებს აი ეს ქიქოძისეული დაკვირვებაც პრინციპში. და შეგვიძლია ანუ ეგ გავიღოთ ამოსავლად აი ჟორდანიასთან აი ამ საფრანგეთის რევოლუციური ისტორიის ფუნქციაზე ჩვენი ანალიზით. იმიტომ რომ ან რაღაც ისეთ სიჭარბე არის ჟორდანიასთან საფრანგეთის სხვადასხვა რევოლუციებზე ტექსტების ან თქვათ რამდენადაც როგორც ციტირებს, ხო, რაოდენობითაც ციტირებს ის თავის სხვადასხვა ტექსტში ამ საფრანგეთის რევოლუციას, რომ ეს გაფილტრულია ხოლმე როგორც წესი. ხო, ისეც ხა დიდად ვინკითხულობ ჟორდანიას ტექსტებს, მაგრამ აი ეგ ხაზი, ხო, და აი ეგ კორპუსი, ეგ ლიტერატურული კორპუსი ჟორდანიასთან სრულიად დაიგნორებულია ხოლმე, იმდენად გაუგებარია საერთოდ რაში ჭირდება, აღარ ექვემდებარება წაკითხვას თითქოს. დღეს იმდენად საერთოდ ჩვენთვის უცხო არის აი ეს რევოლუციური, აი ეს ჰორიზონტი, როგორც რაღაცა უშუალო გამოცდილების საგანი და არა როგორც უბრალოდ რაღაცა ერუდიციის ამბავი, ხო, სადაც შეიძლება ან იცოდე, ან არ იცოდე, თქვა, ხო, რევოლუციის ისტორიის თაობაზე. ხო, და აი ამ ქიქოძისეულ, აი ამ რაღაცა სიახლეს და სიძველეს შორის დიალექტიკას დაყრდნობით შეგვიძლია, მოკლედ, ვცადოთ რომ გავიკვალოთ გზა ჟორდანიას ტექსტებში, რომლებიც ხან 1850 წლის რევოლუციას ეხება, ცალკე ვთქვათ, მთელ სერიას მიუძღვის, რომელიც მერე ბროშურთაც გამოდის, 1789 წლის რევოლუციასაც ეხება. 1918 წელს აგვისტოში რო კითხულობს თავის თავარ მოხსენებას, რომელიც თავარი თეორიული დოკუმენტიც არის იმპერიალური რესპუბლიკის დროინდელი ჟორდანიას მიერ შეთხსული, იქაც ნუ ისეთი მართლა გადაჭრეპვა არის ამ ფრანგული მაგალითებით, რომ ხანდახან ცოტა ისიც კი არის ხოლმე, ანუ განცდაგაქ რომ საფრანგეთზე უფრო ლაპარაკობს ვიდრე საქართველოზე და ანუ რა არის ის ლოგიკა, რაც აი ეგეთ რაღაცას შესაძლებელს ხდის, მოკლედ აი ეგ გვინდა რომ მოვიხელთოთ. და ეს მარტო ჟორდანიას არ ეხება, არამედ რო ვთქვით ისეაც რომ მთელი საჯარო სივრცე იყო გაჟღენთილი აი ამ ფრანგული რევოლუციური, გინდა ხმოვანი, გინდა ვიზუალური სიმბოლიკით თუ ციტატებით, ხომ? აი და მორიგად ქართულ დამფუძნებელ კრებაში რომელიღაცა რიგით პაექრობაში ძალიან კარგად ჩანს რამდენად ცოცხალი იყო ეს საფრანგეთის რევოლუციის როგორც პრეცედენტის, ასე ვთქვათ, მოხმობა და ამის გარშემო დისკუსიები. ამ შემთხვევაში მაგალითად რაც აი ახლა შეგვიძლია წავიკითხოთ, ეს არის ნოე რამიშვილის სოციალ-დემოკრატის შინაგან საქმეთა მინისტრის
შერკინება სხვადასხვა ოპოზიციურ ძალებთან ის მორიგად ცდილობს რომ როგორც ესეთი ხო რკინის ხელმა ასე ვთქვათ ცდილობს რომ გაამართლოს ესეთი მკაცრი მოპყრობა ხო ყოველგვარი ზედმეტი სამართლებრივი ნორმების დაცვის გარეშე მოპყრობა რესპუბლიკის მტრებთან და ამას ისევ და ისევ ამართლებს იმითი რომ აი ეგრე მოიქცნენ ყველა რევოლუციური მთავრობა ეგრე იქცეოდა ხო მაქსიმალურად კაცრად სჭიდა საფრანგეთშიც რევოლუციის მტრებს ხო იქ თქვათ ეს ჩვენი მეგობარი გვაზავა ჩაერთვება რომ ძალიან ძველიაო ხო რა საიდან მოგაქო რადგან თუ ეს ძველია მაშინ მოდი აბა 1871 წლის პარიზის კომუნის მაგალითს მოვიშველიებ აქედანაც ამაზეც ეუბნებიან რომ ამაზე მეტი ვერაფერი ვერ ამოკრიფეთო ისტორიიდან ხო და რამიშვილი პასუხობს ამაყად რომ ამოუკრიფეთ ყველაფერი ის რაც ამჟამად საჭირო არის რევოლუციონური წესის დამყარებისათვის და ამაზე რო ეკითხება უკვე დამოუკიდებელი ეროვნულ დემოკრატია რომელიც გამოეყო გრიგოლ ვეშაპელი რომელიც გამოეყო EDP-ს და რითი გათავდავს საფრანგეთშიო ანუ რატო რო ციტირებ ამ ისტორიას რატო არ გინდაო რომ გაკვეთილი ისწავლო ხო ნუ ნიშნავს იმას იდეაში მისი აზრით რომ საბოლოო ჯამში ესე იგი ეს რევოლუციაც დამარცხდა ხო თქვა ნაპოლეონით ან მე ნაპოლეონის შემდეგ უკვე ბურბონთა რესტავრაციით ხო და ნუ აქ რამიშვილი ირჩევს სხვა ვარიანტს ხო რომ არის დამთავრდა არა რაღაცა ცუდით, არამედ დამთავრდა რესპუბლიკის გამტკიცებით, ხო? თქვა ვეშაპელი შეიძლება ტერორსაც გულისხმობს და აი მთელ აი ამ მკაცრ ზომებში, რასაც იღებდნენ ეს რამიშვილის მიერ მოღებული მოხმობილი რევოლუციონური მთავრობები, ხო, რომ თქვა ეს გადაიზარდა უკვე რაღაცა უკიდეგანო ბრმა სისხლის ხურაში, ხო? ყველა ერთი და იგივე ასე თქვათ პრეცედენტიანაც კი თქვათ მე შეიძლება სხვადასხვა დასკვნები გამოიტანონ სხვადასხვა პოლიტიკოსებმა, ხო? ან თქვათ განსაკუთრებით EDP-ს შემთხვევაში, გვაზავას შემთხვევაში, ნუ იმაზე მივხვდებს, რომ არც კი არის რელევანტურიო, ხო? ეს რაღაც დროს 1793 წლის ამბის მოხმობა არის საერთოდ სხვა კონტექსტი იყო, ხო? მაშინ როცა ისევ და ისევ თქვათ რამიშვილისნაირი მენშევიკისთვის ის რაც ხდება 1793 წელს რაღაცა ისეთი ახლობელი არის, ხო? ისე სინქრონში არის მის აი 1920 წლის აწყოსთან რომ ხო ეს დისტანციის ბევრად ნაკლები განცდა არის და ერთგან საერთოდ პირდაპირ ამბობს კიდევაც რამიშვილი რომ ეს ტერორი საჭიროა თქვა განსაკუთრებით პერიფერიებში სულ რაღაცა აჯანყებებია და არეულობები არის მოკლედ ტერორი საჭიროა იმისთვის რომ მოკლედ რესპუბლიკა გადარჩეს ხო და ტერორი არის რაღაცა ისეთი რომელიც დაკანონებულია ჩვენს რესპუბლიკაში რევოლუციის მთელი ისტორიით ხო ანუ რევოლუცია თვითონ იქცევა რაღაცა კანონის წყაროდ, ხო? და მუდმივი ხაზგასმა არის იმაზე, რომ ეს არის ისეთი დრო, ხო, ეს რევოლუციონური წესი, რევოლუციონური ხანა ისეთი არის, რომელშიც კონსტიტუციის ადგილი არ არის. კი, თავის მხრივ კონსტიტუციაზე მუშაობა მიდის, თავიდანვე მიდის, ხო? და ფაქტობრივად ლამის ჯერ კიდე მის დროს ან დაფუძნდებოდა რესპუბლიკა მანამდე უკვე დაწყებული იყო ხო იმ ამიერკავკასიის ფედერაციის კონსტიტუციაზე მუშაობიდან მერე გადალაგდება თქვათ ქართული კონსტიტუციის შემუშავებაზე მთელი კომისია რო შედგება ხო და ეს კონსტიტუციონალიზაცია როგორც ასეთი ასევე ნაწილი იყო იმ რევოლუციური სცენარების ხო ანუ კონსტიტუცია იყო ის რაშიც უნდა ჩაღვრილიყო მთელი ეს რევოლუციური პროცესი მაგრამ თქვა დღევანდელ დღეს ხო ძალიან ხშირი არის ხოლმე ის რომ სიამაყით აღნიშნავენ ხოლმე ხო 1921 წლის კონსტიტუციის პროგრესულობას და როგორი ყველანაირად მოწინავე იყო ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით და ასე შემდეგ ხო და ისე მსჯელობენ როგორც ამ კონსტიტუციაზე რომ კი და პირველ რესპუბლიკაზე რომ გეგონება რაც კონსტიტუციაში დაიწერა ის ხდებოდა მთელი იმ 3 წლის მანძილზე. ხო, მაშინ როცა ვიცით, რომ ეს კონსტიტუცია მხოლოდ სულ ბოლო წამს უკვე ემიგრაციაში
გასაქცევად რო კონდათ საქმე ხო წამყვან პოლიტიკოსებს და ბოლშევიკების შემოჭრილები რო არიან უკვე მაშინ მოხდა მისი რატიფიკაცია ხო მაშინ შეიყვანეს ძალაში ხო და მანამდე არის როგორც თვითონ უწოდებენ უკონსტიტუციო ხანა ხო რომელიც არის არა უბრალოდ ის ხანა რომელსაც ჯერ კონსტიტუცია არ აქვს და რაღაცა ანუ ნაკლოვანი არის რაღაცა მხრივ ხო ან თქვათ უბრალოდ ტრანზიციული ხანა არის არამედ აღმოჩნდება რომ აი თქვათ რამიშვილი როგორც ლაპარაკობს ხო იმ რევოლუციონურ ხანაზე და რევოლუციონურ წესზე ეს რაღაცა ცალკე თვითყოფადი პოლიტიკური რეჟიმი არის ხო რომელიც პირიქით საერთოდაც იმას ითხოვს რომ ეს კონსტიტუცია შენ თონვე რომ გქონდეს შემუშავებული შენ გადადო ამისი ამოქმედება ხო ამა იგივეს ამბობს ჟორდანია როცა უკვე ჩატარებული არის დამფუძნებელი კრების არჩევნები და სადაც გაიხსნება და თავის პარტიის წინაშე ხო რომელიც აბსოლუტური უმრავლესობით იმარჯვებს იმ არჩევნებში მოკლედ გამოდის სიტყვით იმის თაობაზე თუ რა ფუნქცია უნდა შეასრულოს დამფუძნებელმა კრებამ ხო და დამფუძნებელი კრება თავისთავად ანუ რაც ფრანგულად კონსტიტუანტ არის მის ფრანგულში სიტყვისი კონსტიტუანტამ რაც უნდა ქნას არის ის რომ უნდა კონსტიტუცია შეიმუშავოს, ხო? ანუ ეგ არის დაფუძნება, რაც უნდა გააკეთოს. მაგრამ ჟორდანია ხას უსვამს იმას, რომ აი კონვენტი რო იყო იაკობინელების დროს 1793 წლიდან, ხო? სადაც რობესპიერი და ანტონი და ცნობილი ლეგენდარული ფრანგი რევოლუციონერები ღაღადებდნენ და მოღვაწეობდნენ, ხო? ხას უსვამს ჟორდანიაც და რამიშვილიც და ძალიან ბევრჯერ არის ეს ხაზგასმა მთელი აი ამ რესპუბლიკის არსებობის მანძილზე რომ მიიღეს ამ იაკობინელებმა კონსტიტუცია რესპუბლიკური კონსტიტუცია ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე მაგრამ თვითონვე მასაკნეს შეაჩერეს მისი მოქმედება არ შეიყვანეს ძალაში იმიტომ რომ ისეთ მტრებით იყო გარშემორტყმული ეს რესპუბლიკა და ისეთი პრობლემები იყო რომ იქ საჭირო იყო რაღაცა რევოლუციური არაჩვეულებრივი ზომების მიღება და უბრალოდ კონსტიტუცია ხელსაც შეუშლიდა იმაში რომ ეს რაღაცა ექსტრაორდინალური ზომები მიეღოთ რევოლუციონერებს ხო რაც საჭირო იყო რესპუბლიკის დაცავად და თან თვითონ ეს კონსტიტუცია გარკვეულწილად ვერც იმოქმედებდა წესიერად, იმიტომ რომ თქვათ ჟორდანიასთვისაც იმდენად მღვრიე იყო, განსაკუთრებით პერიფერიებში და მთლიანად სიტუაცია იმდენად მღვრიე იყო, როგორც თქვათ საზღვრების მხრივ ისე საერთოდ პოლიტიკური მდგომარეობის ან ეკონომიკური სიტუაციის მხრივ საქართველოში, ხო? და იმდენად თან ეს მთელი რეფორმები ჯერ კიდევ დუღილის პროცესში იყო, რომ ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული ბოლომდე საზოგადოების კონსტიტუცია, საზოგადოების შედგენილობა, საზოგადოების ის ფორმა, რომელსაც უნდა უკვე მერე მოყოლოდა წერილობითი კონსტიტუცია, ხო? და ამიტომ არის, რომ თვითონვე აი ციტირებს ისევ და ისევ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მისთვის სასარგებლო ასე ვთქვათ პრეცედენტს, აი დიდი ფრანგული რევოლუციური ისტორიის აი რეზერვუარიდან და ამ შემთხვევაში ეს არის აი ეს იაკობინელების მიერ მოკლედ მათ მიერვე ჰაერში გამოკიდება აი ამ მათი დაწერილი კონსტიტუციის, ხო? და აი ეს არის რაც ვაფიქრებინებს, რომ შეიძლება მათ თვითონ რომ არა ბოლშევიკების შემოჭრა 21 წლის თებერვალში კიდე კაიხანს გადაწევდნენ თვითონვე ამ კონსტიტუციის ამოქმედებას, იმიტომ რომ ბოლომდე ძალიან ესე ირგებენ გემრიელად აი ამ რევოლუციონურ მთავრობად ყოფნას. ნუცას ქონდა კითხვა რაღაცა. ნუ ნახევრად პრინციპში გაიცი პასუხი, იმიტომ რომ ჩემი ორი კითხვა მაქვს. ერთი პრობლემა იმაში, რომ თეორიულად სადამდე წარმოედგინა ჟორდანიას, რომ სადამდე უნდა მიდიოდეს ეს. და ასევე თვითონაც აიძახეს რევოლუციურად, მძიმე დიქტატორულად. საერთო მშვიდობიანობის დამყარებაში როგორი საზღვრება, ვინ საზღვრავს ამას?
ამ ლეგიტიმაციას ვინ იღებს, რომ თქვას, რომ არა ეს მართლა მშვიდობა და ხვალიდან კონსტიტუცია შედის ძალაში, ხო? ცოტა ისეთი კითხვა არის შეიძლება. არა, ეგ არის თავი კითხვა, მაკეთკენ მიდის მთელი ჩვენი მსჯელობა, ზუსტად ეგ არის მთელი პრობლემა, ხო? ხო. მე გაერთიანო, მე უბრალოდ ინტერესებს რუსეთში ამ დროს რა სიტუაცია. ხო. რა ფაქტად მე არ ვიცნობ, ხო. ხო, ანუ მეორედ დავიწყებ, წინაზე მოკლედ მივიხილეთ, რომ ანუ ის თქვით, რომ მთელი ეს საერთოდ რატომაც მიდის დინამიკა იქითკენ, რომ ეს პირველი რესპუბლიკა ჯერ საერთოდ ამიერკავკასიის ფედერაცია გამოიყოს და მერე კიდევ უფრო პატარა კონიუნქტურული ამბების გამო უშუალოდ საქართველოს რო აცხადებს ამოკიდებლობას და იქ საქმეა ეს სამნაწილიანი ამიერკავკასიის ფედერაცია, ხო? ეფუძნება იმას, რომ უბრალოდ აი რუსულ ყოფილ მეტროპოლიაში, ხო, არ მიდის კარგად რევოლუციის საქმე და ოქტომბერში რო ბოლშევიკები რო დაეპატრონებიან ძალაუფლებას, ეს იმდენად ერთის ხრივ აი ისტორიის ფილოსოფიური გაგებით სრულად არასწორია, ძალიან ნაჩქარავი ნახტომი არის, თქვა ჯორდანიას და სხვა ქართველი მენშევიკებისნაირი მარქსისტებისთვის მიაჩნიათ, რომ სრულად არადემოკრატიული ნაბიჯი იყო და ანუ განწირული იყო, რომ რუსეთი ჩაეფლო სამოქალაქო ომში, იმიტომ რომ ძალიან პატარა ჯგუფი უცებ აცხადებს პრეტენზიას სრულ ძალაუფლებაზე. მერე მით უმეტეს ლენინი გარეკავს რუსეთის დამფუძნებელ კრებას 18 წლის იანვარში, ანუ საერთოდ ის დემოკრატიული პროცესი, აი კონსტიტუციონალიზაციის, რაც ვახსენეთ, ხო? რაც უნდა აი მთელი აი ამ ნასწავლი რო აქვს მთელი ამ წიგნებით ყველა სამათ რო ესე იგი რევოლუცია თუ ხდება უნდა აი ეგეთი ეტაპებით მოხდეს ხო რომ ჯერ ესე იგი რაღაცა ორომტრიალი არის მერე დროებითი მთავრობა არის ის მოიწვევს დამფუძნებელ კრებას საყოველთაო არჩევნებით უკვე ლეგიტიმური ინსტიტუცია ფუძნება დამფუძნებელი კრების სახით რომელიც ყველა რეფორმას გაატარებს შეიმუშავებს ყველასთვის მისაღებ კონსტიტუციას და ნუ მერე თქვა თუ ხარ ესეთი სოციალისტი თქვა მიდიხარ უკვე ნელ-ნელა სოციალიზმისაკენ, ხო? ხო, და ანუ რუსეთში ხდება ის, რომ 18 წლიდან უკვე იწყება ეს სამოქალაქო ომი, იმიტომ რომ იქ ეს არისტოკრატიული ძალები ძალიანძლიერები არიან და იწყება მართლაც აი ეს კონტრრევოლუცია, რაზეც ქიქოძე რო ამბობდა, რომ ეგ არის, ხო, ის სცენარი, რაც ვიცით და საქართველოში იმის გამო, რომ არანაირი ხელი არ ქონდათ იმ რუსულ ამბებთან, ადგენენ და თქვეს, რომ ჩვენთვის ვიქნებით და ანუ ვიცით როგორ ხდება ეს რევოლუციები და პლუს თქვათ ჩვენს ეროვნულ საქმესაც ვიზამთ, ხო? იმას ისედაც რომ რუსები წავიდნენ კავკასიიდან, აღარანაირი ასე ვთქვათ საფუძველი აღარ არსებობდა იმისთვის, რომ რუსეთის ქოლგის ქვეშ დარჩენილი ყავი, ხო? თუ ისევ და ისევ ვთქვათ ყველაზე ესეთ შემთხვევაში დემოკრატიულ რელსებზე არ დაბრუნდებოდა ეს პოსტიმპერიული რუსეთი, ხო, რისი, ნუ შანსიც უფრო და უფრო მცირდება, რაც უფრო ღრმად შეტოპავს რუსეთი აი ამ თეთრებს და წითლებს შორის ბრძოლაში. ხო, ამიტომ ნუ ამ 19 წელს განსაკუთრებით და 18-ის მიდან ბოლოდან უკვე ნუ რუსეთიდან მოდის კატასტროფული ცნობები იმხელა სისხლისღვრა და შეტაკებებია და მთელი ეს ისინი ხო ცნობილი ამბავია ხო რომ მთელი მაშინდელი სახელოვნებო ინტელიგენცია იქნებოდა ეს თუ სხვა მოდიოდნენ თბილისში თქვათ ქვემოდან ეს პირველი მსოფლიო ომიდან დემობილიზირებული რუსის ჯარი საქართველოს გავლით უნდა გაბრუნდეს რუსეთში და ნუ 1000 ჯურის ხალხი ირევა, ხო? ანუ ეგ არის რუსეთის კონტექსტი და ეგ არის ის, რაც აი ამ პერიფერიას, ხო, ქართულს აძლევს იმის თქმის ამბიციას, რომ ჩვენ აქ პერიფერიაში ბევრად უკეთ დავიცავით. აი ეს დიადი რევოლუციური იდეალი, რომელიც 1917 წლის თებერვალში ხო, გახდა შესაძლებელი რუსეთში, ვიდრე თვითონ აი პეტროგრადში, სადაც ესე მოკლედ ბოლშევიკებმა გადაიყვანეს სწორი ისტორიული რელსებიდან
ეს თელი პროცესი, ხო? და ნუ თელი წინა ლექცია მაგას მიუძღვენით, ხო? რომ ესე იგი ეს რევოლუციონერები წინათ აი რევოლუციური სცენარის ხრივ მსჯელობენ და ეროვნულ დემოკრატები და სხვა ნაციონალისტები თავის საქმეს იკეთებენ, რომ არიქა ბარემ ისეაც რომ ამდენი საუკუნე სახელმწიფო ჰქონდა, აღვადგინოთ ეს სახელმწიფო, ხო? მით უმეტეს რომ გეორგიევსკის ტრაქტატი ისეაც ბათილი არის და ყველანაირი ლეგალური, ასე ვთქვათ, უფლებაც გვაქვს, რომ აი პარიზის სამშვიდობო კონფერენციის წინაშე, პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული ძალების წინაშე წავდგეთ და ვთხოვოთ საერთაშორისო აღიარება, ხო? ეს არის უკეთ რაც ხდება და ხო და კონსტიტუციის შედგენა უკვე ამ ქართული დამფუძნებელი კრების მიერ, რომელსაც ესენი ქართველები მოიწვევენ, ხო? 19 წლის თებერვალში. კონსტიტუციის შედგენას რო ისახავს მიზნად, ხო, ეგ რო არის მთავარი, რის მერეც უნდა დამფუძნებელი კრება დაშლილიყო და უკვე ჩვეულებრივი არჩევნები ჩატარებული იყო ჩვეულებრივი პარლამენტის მოსაწვევად და უკვე მართლა ნორმალურ ხანაში უნდა გადასულიყო, ასე ვთქვათ, საქართველოს რესპუბლიკა. ხო, მან მთელი ამბავი ეგ არის, რაც პირველ კითხვაში დასვი, რომ აშკარაა, რომ აი როგორც რამიშვილი და ჟორდანია მსჯელობენ, ეს რევოლუცია რაღაცა ისეთ ინსტანციად მოიაზრება, რომელიც უკვე აბსოლუტურად საკუთარი თავიდან წარმოშობს თავისსავე ლეგიტიმაციას, ხო, საჭიროებას და მართლაც თუ კონსტიტუცია არ გაქვს და არაფერი სხვა ესეთი ჩარჩო ფუნდამენტური არ გაქვს, ხო, რაღა გრჩება, ასე ვთქვათ, რამე ნორმის შესამუშავებლად, ხო, რამე საზომის შესამუშავებლად გარდა ისევ და ისევ აი იმ რევოლუციის ისტორიისა, როგორც მთავარი კანონისა, ხო, რასაც ასევე ისევ და ისევ რამიშვილი ამბობს, ხო? და აი მაგაზე სწორედ მაგეთკენ მივდიოდით მეთქი რომ ამბობდი და ძალიან ის იყო რა, ლოგიკური იყო ეს შენი შეკითხვა, სწორედ ანუ ეგ არის ის რაღაცაში და დაძაბულობა, რომელშიც სულ არის პირველი რესპუბლიკა, რომ ერთის მხრივ ის არის ნაყოფი რევოლუციისა, რომელიც მიდის კონსტიტუციონალიზაციისკენ, ხო, დამფუძნებელი კრება მოიწვევა, ხო, იქ მთელი ცალკე კომისია საკონსტიტუციო, რომელიც ნუ დღე-დაღამე მუშაობს იმ 21 წლის კონსტიტუციის შედგენაზე, ხო, და ეს არის ნუ ფუნდამენტური არსებითი ნაწილი მთელი იმ წლების პოლიტიკური პროცესის, მაგრამ ამავე დროს აი ამ პოლიტიკურ ჟარგონში, რაზეც მეტყველებენ განსაკუთრებით ეს ხელისუფლებაში მყოფი სოციალ-დემოკრატები იკვეთება ის, რასაც ისტორიკოსი დენ ედელსტინი უწოდებს პერმანენტულ რევოლუციას, იმ გაგებით, რომ ეს რევოლუცია უკვე იქცევა ისეთ მართლა ინსტანციად, რომელსაც აღარაფერი გარდა საკუთარი თავისა აღარ ჭირდება, რომ ლეგიტიმაცია მოიპოვოს, ხო? და ამიტომ მაშინ, როცა კონსტიტუცია არ გაქვს და უკონსტიტუციო როცა ხარ, რევოლუცია ერთადერთი, ასე ვთქვათ, საზომი და კანონი და ნორმა და რა თქმა უნდა, ამას ოღონდ ჭირდება თავისი ვიღაცა, ვინც ამას ესე გეტყვის, განგიმარტავს, ხო, ვინც იტყვის იმას, რომ რა არის ეს რევოლუციის საზომი, ხო, რა არის ეს ნორმა, ხო? და ამ ყველაფერს კიდე ჭირდება როგორც წესი კონკრეტული პიროვნება, ხო? კი, გაფანტულია ახლა ყველაფერი ამ წიგნებში და პარტიაც ყავს და დემოკრატიული ის არის, ხო, საბჭო არის, რომელიც თქვათ განაცხადებებს იღებს და კენჭისყრით და ყველაფრით წყდება ყველაფერი, ხო? მაგრამ რაც ჩანს საქართველოს შემთხვევაშიც, ხო, არის ის, რომ აი თელ აი ამ ფრანგულ და მე ამ რუსულ ისტორიულ ამხელარ კალზე განაზრებები და ამ ყველაფრის ახსნა, განმარტება და დალაგება და ქართული კონტექსტისთვის აქტუალიზაცია გადაცემული აქვს ჟორდანიას როგორც უმაღლეს რევოლუციურ ავტორიტეტს, ხო, რომელიც ითვლება ჯერ კიდე
ხო? ანუ 90-იან წლებიდან მოყოლებული აქვს მას დაგროვილი აი ეგ ინტელექტუალური კაპიტალი და ეგ პატივისცემა, ხო? რომ არის ბრწყინვალე პუბლიცისტი, ხო? და თქვათ იმ ქართული სოციალ-დემოკრატიის უპირობო ლიდერი, ხო? და ამ ხრივ კავკასიაში ერთ-ერთი თუ არა ყველაზე გავლენიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ხო? სანამ მონარქია და ამავე დროს ოღონდ განსხვავებით რუსეთისგან, სადაც თქვათ ლენინი ასრულებს რაღაც მაგ ტიპის ფუნქციას, ხო? აი ფუნქციას რამ ხრივ, რომ ჟორდანიაც მე ვნახავთ სულ ეყრდნობა მარქსს ციტირებს, იქ კარლ კაუცკის, როგორც აი მარქსიზმის მთავარ განმარტებელს უკვე მარქსის და ენგელსის სიკვდილის შემდეგ, იქ ჟან ჟორესი შემოდის ფრანგი სოციალისტების ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი და სულ ეყრდნობა ვიღაცა სხვა კლასიკოსებს და აი ისტორიას როგორც მასწავლებას, ხო? თვითონ ასე ვთქვათ, არ ახდენს საკუთარი თავზე მიწერას რაღაცა განსაკუთრებული უნარების ან აზრების, ხო? ის უბრალოდ განმარტავს იმას, რაც ისედაც ეს არის, ხო? ძვირფასია და მნიშვნელოვანი არის, ხო? ამ ხრივ თითქოს აი ამ რაღაცა პიროვნების კულტისგანაც ცლიდა ამ ყველაფერს, ხო? ამ ხრივ სრულიად დერივატიული არისო ეს ავტორიტეტიო, თქვათ, იგივე დენ ედელსტინი გეტყვის, ხო? ანუ ის ეფუძნება ვიღაცა სხვის მიერ შემუშავებულს, ხო? აი თქვათ რუსეთში მე საბჭოთა კავშირში აი ეს ხო ვიცით, ხო? ეს ცნობილი რაც არის, რა ქვია, დომინოს პრინციპით, ხო? ეს თქვათ სტალინი, რომელიც, ხო, იმითი არის სტალინი, რომ ის მხოლოდ ლენინის ჭეშმარიტი განმარტებელია და ლენინი, რომელიც მხოლოდ იმითი არის ლენინი, რომ ის მარქსის და ენგელსის ჭეშმარიტი განმარტებელი არის, ხო? რაღაცა ესეთი გვაქვს ჟორდანიას შემთხვევაშიც, აქ არ მაქვს მსგავსი ვიზუალური მასალა, თუმცა არის ერთგან, რომ თქვათ არის მარქსი, არის პლეხანოვი, როგორც რუსული მარქსიზმის მთავარი და მერე ჟორდანია, ეს რაღაცა, თქვათ, სამეული არის წარმოდგენილი ერთ ნახატში. ანუ ჟორდანია ამ შემთხვევაში რომ ამბობთ, რომ ასრულებს იმავე ტიპის აი რევოლუციური ავტორიტეტის ფუნქციას, როგორც ლენინი, განსხვავებით ლენინისგან, რომელიც პრინციპში მხოლოდ პარტიისთვის რჩება ასეთად, ხო? და დანარჩენისთვის, რა ვიცი, არის მტერი და ასე შემდეგ, ხო? და სამოქალაქო ომსაც იწვევს, ხო? იმ გადაწყვეტილებით, რაც ბოლშევიკებს ჩააგდებინებს ძალაუფლებას ხელში. ჟორდანია რაღაცა მომენტში არის ერთდროულად მთელი ერისბელადით, ჯერ კიდე 17 წელს აი ოქტომბრის რევოლუციის მერე ეროვნული საბჭო შეიკრიბება და ყველა პარტია, პროკავშირები, რაც კი რამე ორგანიზაცია, ყველა რო გადაწყვეტს, რომ რაღაცა ერთობლივად კოორდინირებულად იმოქმედონ, რომ მონახონ გზები როგორ დატოვონ საქართველო და კავკასია რაღაცა უფრო ნორმალური განვითარების რელსებზე, ხო? ჟორდანია ბუნებრივად დაწინაურდება როგორც მთელი აი ამ ერთიანი ქართული საზოგადოების ლიდერი, ხო? ეს აღარ არის მარტო პარტიის ლიდერი და მოწინავე პუბლიცისტი. 17 წლიდან ამავე დროს ის არის მუშათა თბილისის მუშათა საბჭოს თავმჯდომარე, ანუ ისაც უყრია რეალური ძალაუფლება. რომ იმათ აქვთ ხიშტები და ისინი აკონტროლებენ სიტუაციას. ჟორდანია მათი მეთაური, მერე მთავრობის ხელმძღვანელი ხდება უკვე 18 წელს 26 მაისის მერე და სანამ კონსტიტუცია არ არის, ის ასრულებს აი ამ რაღაცა აი ესეთი ფართო რეფლექსიებით, ხო? და აი ამ მუდმივად ფრანგული რევოლუციური ისტორიის პრეცედენტების მოხმობით ის მართლაც ასრულებს რევოლუციური ავტორიტეტის როლს, რომელიც საკუთარი თავიდან ის ხდის საკუთარ თავს წყაროდ იმ ლეგიტიმაციისა, რომელიც არ შეუძლია ჯერ რომ კონსტიტუციამ მოგანიჭოს, ხო? ოღონდ ამავე დროს ქონდა ეგ ნახსენები და ეგ არის მთელი მუღამი და ეშმაკობა ამ სიტუაციის, რომ ეს ჯერ, ხო, ანუ ის თუ როდის უნდა დამთავრდეს ეს უკონსტიტუციო ხანა,
ხო, როდის ვინ წყვეტს და როდის წყვეტს, რომ მორჩა დავლაგდით ეხლა და შეგვიძლია უკვე გადავიდეთ კონსტიტუციურ რეჟიმზე, ხო? ნორმალურ, ჩვეულებრივ რეჟიმზე. მაგას აღმოჩნდება, რომ ისევ შენი რევოლუციური ავტორიტეტი წყვეტს, ხო? ანუ გასაგებია, რომ ხა ეს უბრალოდ ჰაი-ჰარელზე არ წყვეტს, ანასიანისა და ცარიელა ხუშტურებს არავინ არ ემორჩილებოდა მაგ პერიოდში. ცოტა უფრო სახელმწიფოებრივად აზროვნებდნენ, მაგრამ მაინც ხო ანუ ეს ლეგიტიმაცია როგორც მუშაობს ხო არის ძალიან აი კონკრეტულად აი ამ რევოლუციურ ავტორიტეტზე ფოკუსირებული. და ანუ ამბავი არის ის რომ აი ეს რაც ვახსენეთ ხო ეს კონსტიტუციური პროცესი და ეს პერმანენტული რევოლუციის პროცესი რომელიც ამ კონსტიტუციურს მუდმივად ავადებს ხო სულ უფრო და უფრო შორს ავადებს ძალიან ხშირად თქვა სხვა რევოლუციებში ისე ხოლმე წარმოდგენილი რომ რაღაცა ან ერთია ან მეორეა ხო თქვა ისე როგორც აი იაკობინელების შემთხვევაში 1793 წელს მართლაც ჯერ არის კონსტიტუციური რევოლუცია ანუ კონსტიტუციონალიზაცია მიდის და კონსტიტუციას რო იღებენ იმას თვითონვე მერე წყვეტენ რომ მას აქნან არ მოიყვანონ მოქმედებაში და გადადის მართლა უკვე ფრანგული რესპუბლიკა პერმანენტული რევოლუციის რელსებზე სადაც მხოლოდ რევოლუცია და რევოლუციის საჭიროებები და რევოლუციის კანონი ხდება ასე ვთქვათ რაღაცა ღონისძიებების მალეგიტიმირებელი ინსტანცია და ეს იაკობინელები აცხადებენ თავს რევოლუციურ მთავრობად ხო? მაშინ როცა ჩვენთან ანუ კონსტიტუციის წერის პარალელურად ხო გაქვს აი ეს მუდმივი აი ამ რევოლუციის აი ეს თვითკმარი ლოგიკა და მაგიტო არის რომ დღემდე ეს არის რა მოუხელთებელი არის სინამდვილეში მართლა უბრალოდ იმიტომ მიიღეს 21 წლის თებერვალში ეს კონსტიტუცია ანუ ეგრე გვიან რომ ნუ ბევრი იმუშავეს, და მართლა ბევრი იმუშავეს, თუ იმიტომ რომ თვითონვე აჭიანურებდნენ, ნუ განსაკუთრებით ესენი რა ქვია, მენშევიკები, ხო, ვინც უმრავლესობაში იყო, თორე EDP სულ აჩქარებს, რომ დროულად ქენით, იმიტომ რომ კონსტიტუცია არის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი, რაც ჭირდება სრულფასოვან სახელმწიფოს, რომ საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს. და თან ცოტა ესეთ კონსტიტუცია ქენით, რომ ნამეტანი რადიკალური არ იყოს, ხო, რომ არ დააფრთხოს ის იმხელა ბუმბერაზი კაპიტალისტური იმპერიული ძალები, რომელთაგანაც ჩვენ ველით, ხო, პროტექციასაც და აღიარებასაც, ხო? ასე რომ ხო, ანუ აი ეგ არის რა, მთელი აი ეს პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც გვაქვს არის აბსოლუტურად სხვანაირია, ვიდრე ის რაც წარმოუდგენიათ ხოლმე, რომ აი 21 წელს კონსტიტუციაში რაც წერია, აი ეგ არის პირველი რესპუბლიკა. ხო, პირიქით, ანუ მთელი ამბავი ეგ არის, რომ არ არის ეგ და არის აი ეს რაღაცა დაძაბული ერთდროულობა აი ამ კონსტიტუციონალიზაციის და აი ამ რევოლუციის მუდმივი სულ უფრო გახანგრძლივების პროცესს შორის, რომელშიც ჯორდანია კონკრეტულად იძენს აი თავის უნიკალურ ფუნქციას. ხო, და რაც რითიც კიდე საინტერესო არის, მოკლედ, აი ეს მოცემულობა, ხო, ეს პოლიტიკური რეჟიმი, აი ეს უკონსტიტუციობა, როგორც ცალკე პოლიტიკური რეჟიმი და არა უბრალოდ როგორც რაღაცა ნაკლოვანი, ხო, რაღაცა კონსტიტუციის არ მქონე და ამიტომ რაღაცნაირად უფრო ცუდი, ხო? ან არეული, არა, ანუ ეს არის ძალიან საკუთარი, ძალიან წყობრი ლოგიკის მქონე რაღაცა რეჟიმია, რომელიც ასევე არ გულისხმობს იმას, რომ აქ ცარიელა ტერორი და ძალადობა არის, იმიტომ რომ ის მართალია, ვთქვათ, ამას რა ვიცი, უსვამენ ვახუშტი მენაბდელუსვამს მაგალითად ხას რომ რაღაცა პრინციპები რა თქმა უნდა რაც 21 წლის კონსტიტუციაში აისახა ის უკვე მანამდე დეკრეტების სახით და ამ შემდეგ იმ დამფუძნებელი კრების გავლით ძალაში შედიოდა და დამოუკიდებლობის აქტითაც იმთავითვე გარანტირებული იყო ყველა მოქალაქის თანასწორუფლებიანობა, ყველა კუთხით, იქნებოდა ეს ეთნიკური, კლასობრივი თუ სხვა ნიშნით, ხო? და ამიტომ ეს თავარი უფლებები გარანტირებული იყო
გამონაკლისის შემთხვევების გარდა, როცა ასე იგი რევოლუცია და რესპუბლიკის დაცვა საჭიროებდა იმას, რომ ეს ასე არ ყოფილიყო, მაგას მე კიდე ცალკე შევეხებით. მაგრამ ხო, ანუ ეს არის რაღაცა ისეთი კიდე ცალკე აი უშუალოდ რაც პოლიტიკურ განზომილებას შეეხება, ისეთი ცალკე მოცემულობა, რომელსაც გავყავართ ასევე იმ დილემის გარეთ, რაც როგორც წესი უდგათ ხოლმე ისტორიკოსებს, როცა პირველ რესპუბლიკას მსჯელობენ, რომ ახლა ამათ კაპიტალიზმი განავითარეს თუ სოციალიზმი, ხო? და სოციალისტები რო იყვნენ, მაგრამ რომ მოუწიათ, რომ თქვათ ინვესტორი მოეზიდათ და რომ ეს აგრარული ქვეყანა რო იყო და ასე ჩამორჩენილი და რაღაც საბაზრო ეკონომიკას რო უთმობენ ადგილს, ხო, რეალურად სახელმწიფო კაპიტალიზმი უფრო იყო ეს და ნუ ამიტომ თქვათ რაღაცა თავის სოციალისტური წამსი დაუტევეს, ხო? ან მეორე მხრივ ვიღაცა თქვათ გეტყვის მემარჯვენე რომ ნუ ეს იყო სოციალისტური დიქტატურა. და აი ამის მიღმა ხო სოციალიზმი იყო თუ კაპიტალიზმი იყო, ხო? და ამითი შეფასება თქვათ რაღაცა რევოლუციური იყო თუ არა ეს პირველი რესპუბლიკა, ხო? თქვათ ბოლშევიკები გეტყვიან რომ წმინდა ბურჟუაზიის, ხო, დასავლური იმპერიალიზმის მოკლედ ისინი იყვნენ, რა ქვია, მსახური ლაქიები იყვნენ და არაფერი არ ეცხოთ არც რევოლუციური და არც სოციალისტურის. აი ეს დაძაბულობა, ორმაგობა, ხო, გაორებულობა ამ კონსტიტუციურ და პერმანენტულ რევოლუციებს შორის, რაც აი ისევე გადასერავს და გამსჭვალავს რესპუბლიკას, როგორც აი ეს წინაჯერზე ნახსენები შინდისფერს და წითელს შორის დაძაბულობა, ხო? სრულიად სხვანაირად მოკლედ დაგვაყენებინებს საკითხს და მაგიტო არის საინტერესო რომ ანუ თვითონ სოციალ-დემოკრატები თავიანთ აი იმ საჯარო გამოსვლებში სწორედ აი იაკობინელების პრეცედენტს ებღაუჭებიან, აი 1793 წლის აი პირველი ფრანგული რესპუბლიკის მიერ შემუშავებულ იმ ძალიან სოციალურად პროგრესულ კონსტიტუციას, რომელიც თვითონვე ესე იგი აღარ შეიყვანეს ძალაში, იმიტომ რომ სამშობლოს დაცვა ჭირდებოდა და სანამ მშვიდობა არ დაისადგურებდა, მოკლედ მანამდე არც ღირდა კონსტიტუციის ამოქმედება, ხო, იმიტომ რომ ვერც იმოქმედებდა იმ ქაოსში და უბედურებაში. და ანუ ეს ნიშანდობლივი არის თან იმითი, რომ ეს მარქსისტები, ხო, ჩვენი ქართული სოციალ-დემოკრატები მანამდე ისევ როგორც საერთოდ ზოგადად მარქსისტული ტრადიცია, დიდად როგორც წესი არ წყალობს ხოლმე აი ამ საფრანგეთის რევოლუციების მსჯელობისას აი იაკობინელებს, ხო, და ანტონი რობესპიერი მარატი და ეს ვინც არიან, ხო, ეს მთავარი მოწინავე გმირები აი ამ იაკობინური პერიოდის დიდი ფრანგული რევოლუციის, იმიტომ რომ მიაჩნდათ რომ რაღაცა ცუდი რადიკალიზმის მაგალითი იყო, მაშინ როცა თქვათ მე-18 საუკუნის ბოლოს, ესე იგი საფრანგეთში ისტორიული ტენდენცია იყო ის, რომ კაპიტალიზმი ბოლომდე განვითარებულიყო, თითქოს თქვათ ეს იაკობინელები თავიანთი იმ რაღაცა სოციალური რადიკალური ზომებით ცდილობდნენ, რომ იმ დამშეული ხალხის, ასე ვთქვათ, მდგომარეობაში ემსუბუქებინათ, ის იაკობინელები ხელოვნურ ბარიერებს უქმნიდნენ აი იმ ისტორიის ბუნებრივ განვითარებას, ხო? ან პირიქით და ბურჟუა ოპორტუნისტები იყვნენ და უბრალოდ რაღაცა პოპულისტური მიზნებით გადაუგდებდნენ აი რაღაცა თითო ლუკმაპურს ხალხს სინამდვილეში არაფრით არც სოციალისტები არ იყვნენ და არც მთლიანად კერძო საკუთრების პრინციპის დამცველები იყვნენო. მაგრამ აი ეს სწორედ ანუ მაგიტო ნიშნობლივი რომ აი ამ კონსტიტუციის შემუშავებასა და გადავადებაზე, თავიანთი ხელითვე გადავადებაზე, მოკლედ ჩააფრენენ ეს ქართველები, როცა აშკარად თავიანთივე რევოლუციური ლოგიკიდან გამომდინარე ჭირდებათ
რომ გაამართლონ ის თუ რატო არ არის ჯერ კიდევ კონსტიტუციის და ჩვეულებრივი სამართლებრიობის ხანა, ხო? და მუდმივად არის მოკლედ სხვებთანაც იმაზე საუბარი, რომ ესე იგი საქართველოს ისეთივე ალყაში არის, ალყა შემორტყმულია და ისეთივე საფრთხეშია, როგორც აი დიდი რევოლუციის დროს კონვენტის დროინდელი იაკობინური საფრანგეთი. და აი 1918 წლის 20 აგვისტოს ჟორდანია რო კითხულობს იმ თავის დიდ მოხსენებას, რომელსაც უკვე შემდეგ ლექციაზე განვიხილავთ დაწვრილებით, ხო? ანუ მან ნიშანდობლივი არის, მაგიტომ რომ ეს იაკობინური პრეცედენტი ხდება პირველად ჟორდანიასავე, ასე ვთქვათ, აი ამ ძალიან ფართო, აი ამ ფრანგულ რევოლუციებზე ტექსტების თუ კომენტარების ფართო სპექტრში პირველი შემთხვევაა, როცა მთლიანად, ასე ვთქვათ, აიგივებს საკუთარ პოლიტიკურ პროექტს აი იაკობინელების საფრანგეთთან, ხო? და ხო, ანუ დაგჭირდება აი ამ ტექსტის უფრო ზედმი წევრი წაკითხვა, იმიტომ რომ სწორედ იმის გამო, რომ ეს 3 წელი არ იყო ის, რაც მე კონსტიტუციაში წერია, ხო, და რაღაცა სხვა იყო და აკლდა ხო ეს კონსტიტუციური ნორმა და ამ კონსტიტუციურ ნორმას ისევ და ისევ აი ამ რევოლუციების ისტორიის მიერ მოცემული კანონი განსაზღვრავდა, ხო, რომელსაც ჟორდანია როგორც რევოლუციური ავტორიტეტი განმარტავდა, აი ამ 1918 წლის აგვისტოს ტექსტში სოციალ-დემოკრატია და საქართველოს სახელმწიფოს ორგანიზაცია, სადაც ის თავის პარტიის წინაშე ასაბუთებს იმას, თუ რატო და როგორ უნდა მოეწყოს ქართული სახელმწიფო უკვე მემარცხენე პერსპექტივიდან. აი მან მოკლედ ამოშტება, რომ ესე იგი ეს არის, ანუ ეგ ტექსტი არის ის, რაც იძლევა აი იმ ნორმას, რომლიდანაც შეგვიძლია ამოვიკითხოთ ის თუ რა ხდებოდა, რა პოლიტიკური რეჟიმი იყო, რა დინამიკა იყო, რა ლოგიკა მუშაობდა აი იმ 3 წლის მანძილზე, ხო, რომელიც იყო აი ეს უკონსტიტუციო ხანა, ხო, და მან მივალთ უკვე იმ ცნებასთან, რაც ამ ლექციის სათაურში გამოვიტანეთ, ეს რევოლუციური სუვერენობა უფრო მკაფიოდ დამარცვლით ჩავეძიებით აი იმ ლოგიკას, რომელზეც იდგა, ხო, მთელი აი ეს რევოლუციური პროექტი, ხო, მთელი თავისი ლეგიტიმაციის აპარატით. და დღეს შეგვიძლია აქ დავამთავროთ და რაღაც კითხვები თუ არის, განვიხილოთ წამოჭრილი საკითხები. მე მაინტერესებს პერმანენტულ რევოლუციაზე, აღარ მე მგონი როგორც თვითონ ტერმინზე და არსზე. და მაგ სუსტად იგენაირი გაურკვევლობა, რაც მქონდა რაღაც ნოე ჟორდანიას კონსტიტუციის გეჭნევრების მიმართ, რომ ეს პერმანენტული რევოლუციაც, ანუ საკუთარი თავის მალეგიტიმირებელი არის გასაგებია, მაგრამ რაღაც მომენტში ხო რაღაცა ჩარჩომდა, მაინც უნდა მივიდეს, არა? ანუ სუმუდმივად აი ამ რაღაცა ურობოროსის რეჟიმში ხო ვერ იქნება და წრეზე ხო ვერ ივლის და მე მაინტერესებს ერთი ალბათ ის, რომ პრაქტიკაში რას დავარქმევდით პერმანენტულ რევოლუციას, მაგალითად 18 და 19 საუკუნის საფრანგეთში და მეორე ის, რომ კონსტიტუციური რევოლუცია თუ არ არის, მაშინ რითი შეიძლება კიდე დამთავრდეს პერმანენტული რევოლუცია, მარტო დიქტატურით თუ კიდე რამე სხვა გზა არის, რომელიც არ გვაგანხილული. ეს ზოგადად ხო, ეს ამ პერმანენტული რევოლუცია ესე ტერმინია, რომელსაც ძალიან ბევრი დატვირთვით ხმარობს ბევრი ავტორი, ხო? მათ შორის ერთ-ერთი პირველები არა, მარქსი და ენგელსი არიან. და ეს
ან ყველაზე ზოგადად ნიშნავს იმას, რომ რაღაცა თუნდაც რომელიღაც კონკრეტულ მომენტში რევოლუციის დამარცხება არ ნიშნავს მის გათავებას და თუნდაც რაღაცა სხვადასხვა ტიპის ჩარჩოებში იქნება ეს საპარლამენტო, იქნება ეს იატაკქვეშური თუ სხვა, ეს რევოლუცია როგორც პროცესი გრძელდება. ხო, მე ცალკე ტროცკის აქვს ეს ცალკე პერმანენტული რევოლუციის ცნება, ხო, და თქო მე დიდწილად ნიშნავს ხოლმე აი ამ პოლიტიკური რევოლუცია რო ხდება, ხო, პოლიტიკური ფორმაციის ცვლილება რო ხდება, ამაში რო წამოგეწევა რადიკალური სოციალური ტრანსფორმაციაც, ხო? ის რომ უბრალოდ რაღაცა თქვა მართლობის სტილი კი არ შეიცვალოს, არამედ მთელი ეკონომიკური სტრუქტურაც და კლასობრივი სტრუქტურაც რო ამოტრიალდეს, ხო? ანუ ეს ორი რაღაცა რო თანადროულად ან ერთმანეთის მიყოლებით, როგორც ერთმანეთიდან გამომდინარე რო ხდება, ხო? ესეთი რაღაცები, რასაც შემდეგში უფრო დაწვრილებით მოგვიწევს, რომ განვიხილოთ ისედაც უკვე ბოლშევიზმთან მეტაფორულადაც და უშუალოდ ბოლშევიზმთანაც რო უწევს ჭიდილი ჟორდანიას მაგ ამბავში და ხო ანუ აი თქვა საფრანგეთზე რო თქვი რომ 19 საუკუნეო კონსტიტუციური პერმანენტული რევოლუცია ვერ დაერქმევა იმ ხრივ რომ ანუ მთელი ამბავი ეგ არის რომ იმიტომაც მიიჩნეოდა რომ ეს რაღაც ერთი მთლიანი მემკვიდრეობა იყო ფრანგებისთვისაც, ყოველი შემდგომი რევოლუციის მოღვაწე ფრანგებისთვისაც და მერე თქვათ რუსებისთვისაც, ვინც თელ აი ამ ფრანგულ რევოლუციურ კალს იმემკვიდრევებენ, მთელი ამბავი იყო ის, რომ სწორედ იმიტომ მიიჩნეოდა, რომ ხდებოდა ახალ-ახალი რევოლუციები, რომ წინა ბოლომდე ვერ მივიდა. ხო, წინას საქმე იყო გასაგრძელებელი, ხო? და თქვათ მთელი ეს ფრანგული რევოლუციური ეს რესპუბლიკანიზმი, ხო, რომელიც ესეთი ცოცხალი არის მე-19 საუკუნის მანძილზე. სულ უბრუნდება აი იმ პირველი დიდი რევოლუციის იდეალებს, რომ ეს თავისუფლად თანასწორობა, ძმობა, ასე რომ წაეწერა დროშაზე, ხან მარტო თავისუფლება ხოლმე, ხან მარტო თანასწორობა უთავისუფლებოდ და ეს ორივე ერთად ვერასდროს ვერ შეირწყა, რომ მოგვცეს მართლა ჭეშმარიტი ძმობა. და ამიტომ ყოველ ჯერზე ხელახლა, ასე ვთქვათ, ამოსაქოქი არის ეს პროექტი, ხო? გარდა იმისა, რომ მე ყოველ ჯერზე გაქვს რაღაცა ბექლეში, ხო? იქ ანუ ესე მონარქია ბრუნდება, ან რაღაცა რომ პატარა უკუვარდნა, ან მოდის დიქტატორი, ხო? თქვათ მე მოდის ჯერ პირველი ნაპოლეონი, ხო? რომ იმდენად არეულია სიტუაცია, რომ რკინისხელის მოთხოვნილება არის და ეს ერთი მოკლედ ნაპოლეონი ითავებს მაგ ამბავს და მე მისი ავანტურისტი ბიძაშვილი მოვა უკვე მეორე, ასე ვთქვათ, ნაპოლეონის ორეულად იმ 1850 წლის რევოლუციის შემდეგ მალევე და მეორე იმპერიას გამოაცხადებს, თავის თავს იმპერატორად გამოაცხადებს, ხო? ანუ ეგეთი რელსებიდან ურემის გადაბრუნებაც, ხო? ანუ იყო ნაწილი აი ამ რევოლუციური სცენარის, მაგრამ და ხო, მაგ ხრივ შეგიძლია რომ ეს პერმანენტული რევოლუცია უწოდო იმას, რომ აი ეს რაღაც მუდმივი დუღილის პროცესი იყო. მაგრამ მე გაქვთ უბრალოდ ცალკე ესენი, ხო? ცალკე ასე ვთქვათ პოლიტიკური ერთეულები არის მაინც, ხო? ყველა ის პოლიტიკური წარმონაქმნი, რაც საფრანგეთში გვაქვს, ხო? დიდი რევოლუცია მოყოლებული, ხო? და ყველა თავის კონსტიტუციას ქმნის თან. რომელიც ყველა ძალიან დღემოკლე არის, იმიტომ რომ ისევ მორიგიან რევოლუცია წამოეწევა ან რაღაცა ომი და რაღაცა ახალი ფორმაციით იცვლება, მაგრამ ხო, მოგეთ ანუ აი ეს არის რა ეგ არის რაც შემიძლია ვთქვა ქართულ შემთხვევას რაც შეეხება, ну ეგ ფინანს სპეკულაციის საგანი შეიძლება იყოს, ხო? მართლა რას იზამთნენ 21 წელსაც რომ გაეძლოთ და ну ხა ის ხალხი ნამდვილად არ იყო ეს სოციოტეკები რომ რაღაცა უბრალოდ ძალაუფლებას და ხამებულობის გამო მას ეკნათ გაეხანგრძლივებინათ ეგ ნუ ფაქტობრივად საგანგებო მდგომარეობა, ხო? იმიტომ რომ საგანგებო მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, რომ საგანგებო მდგომარეობა თავისთავად კონსტიტუციის ასე ვთქვათ დაპაუზებას ნიშნავს, ხო? მაშინ როცა აქ ჯერ არც გააქვს კონსტიტუცია, ხო? ამიტომ არის კიდე რაღაც საერთოდ სხვა
მოცემულობა, მაგრამ იმის მიხედვით, იმ კრიტერიუმით, რითაც ისინი განსაზღვრავდნენ თუ როგორია ის ნორმალური ვითარება, რომელშიც კონსტიტუცია ამოქმედებადია და როგორი არ არის, ხო? ყველანაირად ჰქონდათ იმისი, ასე ვთქვათ, უფლება, რომ სანამ ის ბოლშევიკური საფრთხე თუნდაც არსებობდა და სანამ იყვნენ მათ ხელჩართულ ბრძოლაში, რომ არ ამოქმედებულიყო. და სანამ არ ჩაცხრებოდა თქვათ იგივე ის პერიფერიები, სადაც მეტწილად თან როგორც წესი ეს ეთნიკურად არაქართველი გლეხობა ჯანყდებოდა ხოლმე, ხო? გარდა თქვათ ლეჩხუმისა იგივე მთელი წლების მანძილზე სადაც უწევდათ მართლა ხანახან ძალიან სერიოზული ძალის გამოყენება, ანუ სანამ ეგ ყველაფერი არ დასტაბილურდებოდა მეტნაკლებად, მაგიტომ იმ კონსტიტუციაშიც, ანუ საზღვრები ჩაწერეს, მაგრამ დამკვირვებლის აქტში 18 წელს, ხო, საზღვრები არ წერია იმდენად საერთოდ გაუგებარი მდგომარეობა იყო, ხო, და მილიონჯერ შეიცვალა მე ეს ხო, ეს რუკა, ხო, მთელი აი ვალიკო ჯუღელის დღიურებს რომ წავიკითხავთ მე ბოლოსკენ, ხო? ანუ მთელი 6-3 წლის ეგ დღიური ეგ არის, რომ ანუ ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში დარბის ამ თავის სახალხო გვარდიით და ხან ერთგან იგერიებს ვიღაცას და ხან მეორეგან იგერებს ვიღაცას და სად იწყება და სად თავდება ეს შენი ქართული რესპუბლიკა ვერ გაიგებ. ამიტომ ანუ ობიექტურად თავიანთი კრიტერიუმებით ჰქონდათ ყველანაირი ლეგიტიმაცია, რომ გადაევადებინათ მაქსიმალურად მით უმეტეს რომ ისინი ძალიან სხვანაირ ცნებას ეყრდნობიან იმისა თუ რა არის კონსტიტუცია და რა ღირებულება და რა ფუნქცია კონსტიტუციას. ჩვენ დღეს ხო მეტწილად ამოვდივართ კონსტიტუციის ბევრად კიდე უფრო გონია რომ კონსტიტუცია ეს არის უმაღლესი ნორმა, ხო? და რა აი კონსტიტუციასაც გეუბნება ის უნდა გააკეთო. ხო და გონია რომ თქვათ თუნდაც არსებული პოლიტიკური ვითარებისგან ძალიან განსხვავებული რაღაცა ჩაწერო კონსტიტუციაში, შენ მხოლოდ იმიტომ რომ კონსტიტუციაში ეს ჩაწერე, ამის შესრულებისკენ წახვალ, ხო? რა ვიცი, დღევანდელმა თქვათ ხელისუფლებამ თავის დროზე 16-17 წელს როდის იყო რომ კონსტიტუცია რომ გადააკეთეს, ჩაწერეს რომ სოციალური სახელმწიფო არისო საქართველო, ხო? ახლა თქვენ თუ გასაჯეთ არის თუ არა სოციალური სახელმწიფო საქართველო, ხო? და ანუ გაქვს სრული აცდენა რეალობასა და იმ დაწერილ ნორმას შორის და ონთან მუდმივი სრულიად ფუჭი და აბსოლუტურად უძალო დაჟინება მე ვთქვათ იურისტების და კონსტიტუციონალისტების რომ აი კონსტიტუციაში ეს წერია, კონსტიტუცია ირღვევა, რა ვიცი, ევროინტეგრაცია და რაღაცა წერია იმ კონსტიტუციაში, ისე დაირღვა როგორც დაგებარებიათ და კაციშვილი არა პატრონიდან მომკითხავი, ხო? ანუ აღმოჩნდა რომ კონსტიტუციას თავისთავად არანაირი ძალა ესე არ აქვს, თუ რაღაცა კონკრეტული პოლიტიკური ხო, და პოლიტიკური ნება ჭირდება და კონკრეტული პოლიტიკური რაღაცა ტიპის საყრდენი ჭირდება იმისთვის, რომ ამ ტექსტმა იმუშაოს, ხო? და რო შეხედო აი ამ სოციალ-დემოკრატების ხედვას იმაზე თუ რა არის საერთოდ კონსტიტუცია, ხო? ეს ჯორდანია სულ უსვამს ხაზს იმას, რომ გაქვს საზოგადოებრივი კონსტიტუცია, არსებული სიტუაციის რეალობის კონსტიტუცია, ის თუ როგორ არის საერთოდ მოწყობილი, შედგენილი საზოგადოება, ძალთა განწყობილება როგორი არის, ეს ფერდინანდ ლასალიდან მომდინარე ხედვა არის, რომ აი ეს ჯერ გაქვს ეს რეალური ძალთა განწყობილება, რომელიც ისე თუ არა ისახა, აი იმ დაწერილ კონსტიტუციაში როგორადაც ის რეალურად არის, ძალიან утопიური ის რომ დაისახო, ძალიან დაშორებული, ასე ვთქვათ, რეალობისგან დაშორებული იდეალის სახით რომ გაწერო ეს ტექსტი. თვითონ ამ ტექსტს გაუკეთებს დისკრედიტაციას, ანუ თვითონ ეს ტექსტი გაიბითურებს თავს იმითი, რომ უბრალოდ სრულიად აცდენილი იქნება იმ რეალობას, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს სრულად სხვა საზოგადოებრივ ძალებს აქვთ რეალური ძალაუფლება და ისე ჭრიან დაკერავენ, როგორც მოეპრიანებათ. ხო, ამიტომ 21 წელს რო
რო იღებენ იმ მართლა ძალიან პროგრესულ კონსტიტუციას ჩვენები, ხო? იმ მართლა ბოლომდე სრულფასოვნად გაწერილი სოციალური უფლებებით, მათ შორის იმითი, რაც ყველას ავიწყდება ხოლმე, როცა ამდენი მელანი რო იღვრება 51 წლის კონსტიტუციაზე, რომ ჩაწერილი არის, რომ კაი, შეიძლება იმ 3 წელიწადში არანაირი სოციალიზმი ასე არ დამყარდა, იყო მართლა სახელმწიფო კაპიტალიზმი ძალიან სერიოზული სოციალური დაცვის მექანიზმებით უბრალოდ, ხო? და აგრარული რეფორმაც მიწები გადაუნაწილა გლეხობას, ხო? და დანარჩენი, ინდუსტრიები და ყველაფერი, ხო, მეტწილად გადაეცათ მსხვილ უცხოელ ინვესტორებს და ასე შემდეგ, ხო? და კერძო ინიციატივა სრულად ახალისებული იყო. კონსტიტუციაში ჩაწერილი არის, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა განავითაროს საკუთარი მეურნეობა და რაღაცა მომენტში უნდა საქართველოს მეურნეობა გადაიქცეს ერთ მთლიან საზოგადოებრივ მეურნეობად. რაც სხვას არც არნიშნავს, გარდა იმისა, რომ უნდა სოციალისტურ მეურნეობად გადაიქცეს. ხო, ანუ სოციალიზმზე უნდა გადავიდეს, უნდა გასაზოგადოებრივდეს მთლიანი მეურნეობა. იქნება ეს კოოპერატივების მეშვეობით თუ უბრალოდ სახელმწიფოს საკუთრებაში აი ამ თავარი სტრატეგიული ობიექტების მუშაობით. ხო, ანუ ეს ჩაიწერა კონსტიტუციაში. მაგრამ ჩაიწერა იმიტომ, რომ თვითონ იყვნენ, ასე ვთქვათ, უმრავლესობაში სოციალისტები და მიაჩნდათ, რომ ანუ ის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, გარანტია, ის პოლიტიკური ნიადაგი, საყრდენი, რომელიც დაჭირდებოდა ამ ტექსტს, რომ ის ამოქმედებულიყო როგორც ნორმა, ხო, როგორც რაღაცა სასურველის, ასე ვთქვათ, გაწერილი საომავლო ნორმა, ხო? ეს ღირდა რომ ჩაწერილიყო და ეს ანუ ამას ძალა ექნებოდა, იმიტომ რომ თვითონვე იქნებოდნენ გარანტები იმისა, რომ ეს აღსრულებულიყო. ან თქვათ ის მთელი მუშები და ყველა ის ვინც უმაგრებდა ზურგს ამ პოლიტიკურ ელიტას, ის იქნებოდა გარანტი ამისა, ხო? და მაგიტო ეს მუდმივი ხაზგასმა იმაზე, რომ რეალურად კონსტიტუცია, დაწერილი კონსტიტუცია უნდა იყოს უფრო მეტად აღბეჭდვა იმისა, რაც არის რეალური საზოგადოებრივი მოცემულობა და ამ შემთხვევაში მართლა გქონდა, რასაც ვთქვათ, მემარჯვენეები და უძახდნენ, ხო, სოციალ-დემოკრატიულ დიქტატურას და ასე შემდეგ, თვითონაც ეძახდნენ ჯორდანია და სხვები, ვთქვათ, ამბობდნენ, რომ ჩვენთან არის ნამდვილი პროლეტარიის დიქტატურაა, ოღონდ ტერორისტების გარეშე დემოკრატიულად დამყარდაო ეს დიქტატურაა, ხო? არავინ ზედმეტად არ გვიძულებიაო, იმდენად ჰეგემონიური იყო მათი ეს სოციალ-დემოკრატიული პროექტი ყველა კლასში, ხო? ანუ ამიტომ არის მოკლედ, რომ ეს კონსტიტუციის არამოქმედებას ჯერ არამოქმედებას ჰქონდა თავისი მოკლედ რაღაცა რაციონალობა, ხო? რომ ანუ ერთი რომ უნდა ძალიან მკაფიო განსაზღვრული ყოფილიყო ეს არსებული სიტუაცია, ხო, რეალობის კონსტიტუცია, ხო, რომ ამის მიხედვით მე ჩამოყალიბებულიყავი ტექსტზეც და მეორე ხო, ანუ რაღაცა აცდენა არ ყოფილიყო ძალიან დიდი არსებულ საჭიროებასა და რაღაცა უფრო კონიუნქტურულ საჭიროებასა და იმ იდეალს შორის, რომელსაც აი ამ თავარ სამართლებრივ დოკუმენტში გაწერდი. მაგრამ ისევ და ისევ, ანუ ის რომ ეს კონსტიტუცია არ არის, ხო, ამ 3 წელიწადში არ ნიშნავს, რომ რაღაცა ქაოსია, არამედ მანდ არის, რომ ისევ და ისევ აი ეს ჯორდანიასეული რევოლუციური ავტორიტეტის ეს განმარტებები, ხო, და ეს მის მიერ მოთხრობილი მსოფლიო ისტორია და ამაში საქართველოს ჩაწერა არის ის, რაც რაღაცა აი ამ რუქაზე მონიშნავს და რაღაცა ტიპის მასში წესრიგში, წყობრში აყენებს და გასაგებს მოხელთებაც ხდის იმ ძალიან ბობოქარ პოლიტიკურ ეკონომიკურ პროცესებს, რაც ადგილი აქვს იმ 3 წლის მანძილზე.